გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მისი წამყვანი თათია გაბრიჯიძე გახლავართ. დღეს როგორც დავაანონსეთ, ჩვენ გვექნება პოლიტიკური დისკუსია ორ პრინციპში რადიკალურად განსხვავებულ მხარეს შორის. ჩვენი სტუმრები იქნებიან სართული ახალი თაობის ძალა თანათავმჯდომარე ბადო მაჭავარიანი და პარტია კონსერვატორების საქართველოსთვის ლიდერი ზურაბ მახარაძე. უპირველესად სანამ გადავალთ მხარეებთან და დავიწყებთ კითხვების დასმას, იქამდე აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ფორმატი არ იქნება იმის მსგავსი, რასაც თქვენ ხედავთ სახელმწიფო მედიების ეთერში, ანუ ჩვენთან იქნება მხოლოდ ორი მონაწილე და აქედან გამომდინარე გაცილებით მეტი დრო ექნება თითოეულ მხარეს იმ პოზიციის თუ იმ არგუმენტის წარმოსაჩენად და შემდეგ ამ არგუმენტების გასამყარებლად და დასაცავად, რომელიც სურთ რომ საზოგადოებამდე მიიტანონ, აქედან გამომდინარე ჩემი როლი ამ გადაცემაში პრინციპში მინიმალური იქნება, სულ რამდენიმე კითხვა იქნება, რომელსაც დავსვავ და შემდეგ უკვე მხარეები ერთმანეთთან პოლიტიკური დისკუსიის რეჟიმში გააგრძელებენ საუბარს. სანამ კითხვების დასმას დავიწყებთ, ზურას როგორც მასპინძელ მხარეს აქვს მცირე კომენტარი გასაკეთებელი, რომელიც რა თქმა უნდა არ ჩაითვლება საერთო სადებატო დროში და ამის შემდეგ დავიწყოთ უკვე პოლიტიკურ დისკუსიას. მოგესალმებით, მიესალმებით სტუმარს. ერთი რაღაც ახსნა მინდოდა, რომელიც ჩვენი ახლა სადისკუსიო თემის ფარგლებს გარეთ არის. არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოში კლავს პოლიტიკურ პროცესს. ეგ არის მიდგომა ამას რატო ელაპარაკება, იმას რატო ელაპარაკები და ასე შემდეგ. ანუ როგორც ჩვენ ფლანგზე, ისე საპირისპირო ფლანგზე არის რაღაცა ადამიანების ჯგუფები, რომლებიც საკითხის იაყენებენ, რომ სხვა აზრის მქონე ხალხთან არ უნდა იკამათო. სინამდვილეში პოლიტიკა არის პირდაპირ ეგ, ამ შენ თუ გინდა რომ პოლიტიკური პროცესი მოკლა, უნდა გააკეთო ეგ და ყველაზე მეტად ვისაც ეგ აწყობს, ეს არის ის, ვისაც ძალაუფლება აქვს. იმიტომ რომ, იმას ისედაც აქვს ძალაუფლება და თუ მკვდარია პოლიტიკური პროცესი, მას არაფერი არც სამტკიცებელი და არც ასახსნელი არ აქვს. ამიტომ მე როგორც ჩვენს მომხრეებს, ისე მეორე მხარესაც მოუწოდებდი, რომ აიტაცებენ იმ პირდაპირ ვიტყვი შემოგდებულ თემას, რომ როგორ ლაპარაკობთ, რატო ლაპარაკობთ და რაღაცა პირიქით. რაც უფრო მეტად დადგება საკითხი ისე, რომ დიალოგი და კამათი არის, რაც ჭირდება ქართულ პოლიტიკას, მით უფრო უკეთესი იქნება. ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ ეხლა ეს კამათი შედგება. პრინციპში პროდასავლური ფლანგიდან ყველასთან გვაქვს დადებატები თქვენი ახალი მოძრაობის გარდა და ჩემთვის ეგ ძალიან საინტერესო იქნება. ეს იყო ჩემი ინტრო. დანარჩენი დავიწყოთ. შევისრულმე ვისურვებდი, რომ კომენტარებში არ ვიხილოთ არც ერთი მხარის ლანძღვა და იყოს მეტნაკლებად კორექტული მაყურებელი, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, ეს ყველას ეხება. და პირველი კითხვა, რომელზე საუბარსაც და რომელზე დისკუსიასაც დავიწყებთ, არის შემდეგი, ჯერ მოდი მოწვეული სტუმრით დავიწყოთ. რაში ხედავთ თქვენ საქართველოს რეალურ სახელმწიფო ინტერესს? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა. ჩემთვის, როგორც პატრიოტი საქართველოს მოქალაქისთვის, ქართველისთვის, რეალური სახელმწიფო ინტერესი არის რეალური სუვერენიტეტის შენარჩუნება, არის იმ ეროვნული იდენტობის დაცვა, რაზეც ჩვენი სამშობლო ამდენი წლის მანძილზე დგას და არის, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი ფორმით და ამისკენ ყველანაირი გზის გამონახვა და მთავარი ინტერესი არის ჩვენი პრაგმატული ინტერესი, მათ შორის, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საშინაო საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მიიღებოდეს არა მოსკოვში და თუნდაც არა ვაშინგტონში, არა ბრიუსელში, არა პეკინში, არამედ თბილისში. შესაბამისად, სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის და რეალური სუვერენიტეტის დაცვისთვის და ამის შენარჩუნებისთვის, არა ისეთი ყალბი სუვერენიტეტის და ფსევდო სუვერენიტეტის, როგორცაც ოცნება გვთავაზობს, რომ რაღაცა გაუწვეს ვიღაცას იქ ირანში პანაშვიდებზე იაროს, იქ პუტინთან უბრალოდ იპოზიოროს, იქ, რა ვიცი, ჩინეთთან ცალმხრივი ურთიერთობა ქონდეს, იმიტომ რომ ბევრგან არ იწვევენ მათ. ჩვენ ხედავთ იქ, რომ უფრო მეტი სიახლოვე გქონდეს დასავლურ სტრუქტურებთან, იყოს ევროინტეგრაცია, ჩვენი ეროვნული პრიორიტეტი, იმიტომ რომ როგორც რა თქმა უნდა საქართველოს პატრიოტს ჩვენ და მე პირადად მინდა რომ მაქსიმალურად დავშორდეთ ჩვენს ისტორიულ მტერს, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ვენდეთ და ძალიან ბევრჯერ გადაგვაგდო და ძალიან ბევრჯერ არა მარტო ჩვენ, არამედ სომხეთის მაგალითი არის, უკრაინის მაგალითი არის, რუსეთზე არის საუბარი.
ვერავინ ვერ იხეირა მათთან დადებითი ურთიერთობით და მათთან თუნდაც რაღაცა პრაგმატიზმით შეფუთული რაღაცა კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობით, თუმცა პრაგმატულად ძალის პოზიციიდან საუბარში ცუდი არაფერი არ არის ზოგადად, მაგრამ ნდობა მათი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება და ზუსტად ამიტომ, რახან არის რამდენიმე პოლუსიანი სამყარო და ჩვენ მივისწრაფვით, ისტორიულადაც მივისწრაფვით დასავლური სტრუქტურების წევრობისკენ, ჩვენი პრიორიტეტი, საგარეო პრიორიტეტი, ჩვენი მოძრაობის, ჩემი როგორც პატრიოტი ქართველის არის ეს, რომ პირველ რიგში იყოს ჩვენი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი, იმით იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი კეთილდღეობა, რომ ერთი მოქალაქის კეთილდღეობა იყოს დაცული და ერთი მოქალაქის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი და ასევე უსაფრთხოების მხრივ, იმიტომ რომ რეალურად უსაფრთხოების გარანტიებს ჩვენ ვხედავთ იქ, ჩვენ ვერ ვხედავთ უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის ფედერაციასთან, რომლის ნდობამაც ვერაფრისკენ, კარგისკენ ვერ მიგვიყვანა, ვერ მიიყვანა ვერც ერთი ქვეყანა და რეალურად ეს არის ჩვენი ძირითადი განმოსახედი და ზუსტად იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო დარჩეს სუვერენული და მიიღებოს გაწყვეტილება თბილისში, ჩვენ უნდა ვიყოთ არა მოსკოვისკენ, არა ესე უმეგობროდ და სულად ნეიტრალურად, არამედ დასავლეთისკენ და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი ჩვენი პოლიტიკის, ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის. გასაგებია, სანამ ჩაკითხვებზე გადავალთ თქვენი ნასაუბრალიდან გამომდინარე, იგივე კითხვა იყოს მოდი სურასთანაც და მე გავშალოთ უკვე ეს თემა, რა შეხედავთ საქართველოს რეალურ სახელმწიფო ინტერესს. კი ბატონო, ანუ შესავალი დასაწყისი რაც იყო, მე მგონი ყველა მაგაში ნებისმიერი ქართველი დათანხმდება, რომ სუვერენიტეტი, ტერიტორიული თლიანობა და საქართველოს ინტერესების გაძლიერება, ეგ არის, რასაც ქვია პატრიოტიზმი. მე მანდ უბრალოდ დავამატებდი, რომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეგ პარამეტრი არის რაღაცა კუთხით თვლადი. ანუ ჩვენ არა რაღაცა აბსტრაქტულ მოცემულობებზე ვსაუბრობთ, რომ აი უბრალოდ სადღეგრძელოს ფორმატში, ანუ არის რაღაცა კონკრეტული თვლადი მახასიათებლები, რომლის მატებაც არის სახელმწიფო ინტერესი და კარგია, კლების არის ცუდი, ეგენი არის. ტერიტორია თუ იმატებს, კარგია, მოსახლეობის რაოდენობა, დემოგრაფია თუ იმატებს, კარგია, ეკონომიკა თუ იმატებს, კარგია, სამხედრო ძლიერება თუ იმატებს, კარგია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში ავტონომიურობა რო იმატებს, ეგეც კარგია. ანუ ამაში ჩვენ თანხმდებით, შემოდის ფაქტორი ეს არის, რაც უნდა იყოს ამოცანა, ეხლა როგორი გვაქვს რეალური პრაქტიკული მოცემულობა, რომელშიც ვოპერირებთ, იმიტომ რომ ჩვენ ორივე შეგვიძლია მოვყვეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი საოცნებო საქართველო და მაგაში შეგვიძლია შევეჯიბროთ და არც ერთი ალბათ არ დავაკლებთ, მაგრამ ეგ იქნება უბრალოდ ვადოს და ზურას პირადი სურვილები. და პოლიტიკოსი ეს არის ადამიანი, რომელიც პრეტენზიას აყენებს, რომ ნუ რამე რო იყოს, მე უნდა ვიყო ქვეყნის მმართველი. ხო, ნებისმიერ პოლიტიკური ძალა, თუ მართლა პოლიტიკური ძალა, შინაარსი ეგ არის. აქედან გამომდინარე, უნდა ოპერირებდეთ იმ ობიექტურ რეალობაში, რომელშიც ვართ. ანუ ეს გეოგრაფია გვაქვს, ეს მეზობლები გვყავს, ეს უსაფრთხოების პრობლემები გვაქვს და აქედან გამომდინარე, მან შემოდის მთელი რიგი ნიუანსები, რომელშიც რო შევალთ, ხა მე მგონი უფრო საინტერესო დისკუსია იქნება. მაგალითად, პირველი აბსოლუტური სუვერენიტეტი არ აქვს არც ერთ ქვეყანას. ანუ რაღაცა დონეზე სხვების გათვალისწინება უწევს მათ შორის ისეთ გიგანტებს, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ სუვერენიტეტის არსებობს ხარისხები და რაც უფრო პატარა ხარ, სუსტი ხარ, მით უფრო მეტად გიწევს ვიღაცის გათვალისწინება. ეგ არის უბრალოდ ობიექტური მოცემულობა. იმაში თანხმდებით, რომ რაც უფრო ნაკლები იქნება ვიღაცების გავლენა ჩვენზე, ეგ კარგია, მაგრამ თავის მოტყუება და საკითხის ისე დაყენება, რომ პატარა საქართველოს შეუძლია აბსოლუტურ სუვერენიტეტის მიღწევა, ეგ არის უბრალოდ, კარგი ლოზუნგი, რომელიც ხალხს მოეწონება, რომ მოისმინოს, მაგრამ ობიექტურ რეალობასთან კავშირი არ აქვს. ამიტომ აპრიორი დიდი სახელმწიფოები ჩვენზე ზეგავლენას მოახდენენ და ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ ეგ შევამციროთ და საფრთხეები უნდა შევამციროთ. თუმცა ყველაფერი თვლადი არის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებაც, როდესაც ჩვენ ვეძიეთ ჩვენ სუვერენიტეტის დაცვას რუსეთთან მაგალითად, რომელიც ჩვენი ოკუპანტი მეზობელი სახელმწიფო არის, იქ ჩვენ სულად კარგავთ სუვერენიტეტს, სულად კარგავთ ავტოკეფალიას, ებრძოდნენ ჩვენს მამულსაც, ჩვენს ენასაც, ჩვენს სარწმუნოებას, სამ რაღაცას, რაც ეს დგას ქართული სახელმწიფო და ხედავთ ევროკავშირის მაგალითს.
თუნდაც და ნატოს მაგალითს, თუმცა ევროკავშირზე ვისაუბრებ, უფრო მეც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მასთან ინტეგრაცია უფრო რეალისტურად მიჩნეული არის. დღეს უფრო ახლოს ვართ კიდეც. მოდი მაშინ დავუსვათ, ნატოს როგორც ალიანსში ჩვენ წევრობა ეგ შემთხვევაში რეალური მოვლენაა თუ ფანტასტიკური? ფანტასტიკური მოვლენა ნამდვილად არ არის. რეალური მოვლენა არის, უბრალოდ გასავლელი არის რაღაც ეტაპები, ამიტომ დღეს უფრო რეალისტური, დღეს უფრო ახლოს ვართ. ნატოზეც გეკამა თუ მარტო ევროკავშირზე არ არის? არა, ნატოზეც, იმიტომ რომ ნატოში ინტეგრაციამაც ძალიან ბევრ ქვეყანას შეძინა, გასაგებია ყველანაირი არგუმენტი, გასაგებია ყველანაირი რაღაცა ჭმუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ნატოს, თუმცა მე იმას მაინც არ ვეთანხმები ბოლომდე და საერთოდ არ ვეთანხმები, რომ აი რუსეთისთვის მაინც და მაინც ნატოა საჭირო საიმისოთ, რომ აი გაღიზიანდეს და შეიჭრას რაღაც ქვეყანაში, როგორც უკრაინაში და საქართველოში შემოჭრას, რაღაცნაირად ისინი აპრავებდნენ, ასე რომ ვთქვათ. ნუ აი ამ ჟარგონს გამოვიყენებ, რუსულ ჟარგონს გამოვიყენებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ 1993 წელი გვახსოვს ჩვენ. ნუ არ წავალ კიდევ უფრო შორ ისტორიაში. მან ერთ რაღაცას დავაზუსტებ, რომ იმის მიუხედავად ისტორიული ექსკურსი და რაღაცა ნატოზე გაირკვა, რომ უკრაინასაც ვერ იღებენ და ნუ ჩვენზეც ავტომატურად გაირკვა, იმიტომ რომ მთავარი ბენეფიციარი ვინც არის ნატოში, ამერიკის შეერთებული შტატები, იმათმა ცალსახად დააყენეს საკითხი ესე, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს ვციტირებ, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში ეგ იყო შტერული აზრი, მაგრამ ეგ სვლადი რეალობა, იმიტომ რომ 2 წელიწად შეიძლება ეს ადმინისტრაცია საერთოდ არ იყოს და დემოკრატების ადმინისტრაცია იყოს და როგორც პრაგმატულად მოაზროვნა ქვეყანა, უნდა ვიფიქროთ იმათთან მიმართული პოლიტიკა. ტრამპი წავა და სხვანაირი ჭკუის ხალხი მოვა და მე სხვა რაღაცა იქნება, მან შეიძლება ზუსტად ეგეთივე კითხვა დაისვას, რომ შეიძლება JD Vance-ი დარჩეს მერე და მან როგორი რამე ყველა ვარიანტის ბზად უნდა ობიექტურად ეხა რა სამყაროში ჩვენ ვცხოვრობთ, ამ სამყარო ცოტა შეიცვალა იმ წარმოდგენებიდან, რომელშიც დაუშვათ 2000-იანების დასაწყისში ვიყავით, ხო? ეხლა მოდი ეგ დავაფიქსიროთ, რომ ამ მომენტში აი ეს მთავარი, აი დასავლეთს რო ლაპარაკობთ, იქ ხო რაღაცა მონტენეგროს არ გულისხმობთ, არა? აი მთავარი ძალა დასავლეთში ვინც არის, ის ცალსახად აფიქსირებს, რომ ნატოში უკრაინის შეყვანა იყო შტერული გეგმა, მაგან დიდწილად გამოიწვია ეს ომი და ვინც ეუბნებოდა უკრაინელებს, რომ ნატოში შეგიყვანთ, იმათმა ეგ ხალხი დაღუპეს. ეხა ეგ როგორი თემაა, იცი? როდესაც ზუსტად იგივეს მაგალითად ჩვენ ვამბობდით, ხო? ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს, საქართველოს გამყიდველებს და რაღაცა. ეხლა გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ ისევ და ისევ, უბრალოდ შეიძლება შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არა, ალტინფოს მესეჯზე არის ძალიან. ანუ ეხლა ერთმა მხარემ დაასრულოს, მაყურებელმა რო გაიგოს. ხო, კი ბატონო. არა, მონოლოგის რეჟიმში ვარ გადავიდეს. ანუ შეტყობ ბევრი დრო წავიღე და არა, გასაგები რომ იყოს უბრალოდ ერთმა მხარემ დაასრულოს, თან ერთმა კონკრეტულმა მხარემ ილაპარაკოს და მერე დასოს მეორე კითხვა, იმიტომ რომ ოთხმა შეაბაროს. უკაცრავად. კი ბატონო. ანუ მე იმას ვაფიქსირებ, რომ შენ შეიძლება იფიქრო, რომ აი მერე ხა რაღაცა იქნება და ეგრე მერე რაღაცა იქნება, ბევრი სცენარები საწყობა შემილია, მე შეიძლება თქვა საერთოდ, რომ ჩინეთი გახდება მსოფლიო ჰეგემონი და რაღაცა, მაგრამ ეგ არის ჩვენი ვარაუდები და ეხლა ამ მომენტში ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ალტინფოს მესეჯ ბოქს იმეორებს. უბრალოდ ჩვენ მაგას რაღაც 5 წლის წინ ვამბობდით, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი მაგას იმეორებს. ამიტომ ნატოში რო ჩვენ ამ სამყაროში, ამ კონფიგურაციაში, რომელშიც ვართ, ვერ მოხვდებით, ეგ გაირკვა უკვე. გაირკვა ამერიკელებიდან, არა რუსეთიდან. იცი რა არის? ზუსტად ამიტომაც მე საუბრობ არა მხოლოდ ნატოზე, რახან ეს უფრო შორეულ პერსპექტივად ჩანს, თუმცა მე იმაში ვერ დაგეთანხმები ვერანაირად ნამდვილად, რომ აი რაღაცა იქნება, იმიტომ რომ აი 2 წელი ისეთი ვადა არის, შეიძლება საერთოდ შეიცვალოს ისეთი ცვალებადი გეოპოლიტიკა არის და ისეთი ცვალებადი სიტუაცია არის მსოფლიოში, რომ შეიძლება საერთოდ ამოყირავდეს სურათი, ამიტომ ნატოს საკითხი ჩემთვის მაინც ღიად რჩება, მაგრამ არის ევროკავშირი. ევროკავშირი, რომელიც შორის წინა პრეზიდენტიც ამბობდა, ანუ ბაიდენიც ამბობდა მაგას, რომ ნატოში უკრაინა მე ტრამპისგან მახსოვს ეგ, ნუ ბაიდენისგან ნამდვილად არ მახსოვს. ამას ვერ გეტყვი, თუმცა არის ევროკავშირი, რომელიც მათ შორის შეიძლება და ძალიან ხშირად დაგვინახია ეს, რომ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის არა მარტო უსაფრთხოების გარანტია,
არამედ არა მარტო ეკონომიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური სიძლიერის გარანტია, არამედ თავდაცვითი და რეალური, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიაც. და აქ არსებობს მაგალითები რეალურად, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და აქამდე მივალ რეალურად ჩვენ ვიცით ძალიან კარგად და ამას აქვე ვიტყვი, რომ ხვალდაზე შეიძლება ავხდებით ევროკავშირის წევრობამდე, თუმცა ესეც არის გზა და ჩვენ მაგალითად წარმოგვიდგენია თუ როგორ მივდივართ ევროკავშირის წევრობამდე ამის შეთავაზებად საზოგადოებისთვის თუ როგორ არ უნდა ვიყოთ არა დღევანდელ სიტუაციაში, რომ აი აბსოლუტურად რაღაც მე ამას ძალიან დიდ ბოდიში ამ რაღაც ჟარგონისთვის, თუმცა ეს არის რაღაცა ჩმორული პოლიტიკა. აი ეგრე დაუძახებ მე თავდახრილი მშვიდობა და ჩვენ ყველანაირად ვემხრობით თავაწეულ მშვიდობას სამდეც მივდივართ. და ნუ საბოლოო თამაშის ბოლო ევროკავშირში ინტეგრაცია რატომ გონია რომ აბსოლუტურ რაღაცა მშვიდობას და გრძელვადიან მშვიდობას, რეალურ გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს და არა ამ მდგომარეობაში ყოფნა. არის ის რომ რა ვიცი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ომი. ფინეთი მაგალითად საერთოდ არ იყო ნატოს წევრი ძალიან ბევრი წლის მანძილზე, რუსეთი ძალიან ბევრს ემუქრებოდა, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ უბედავდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა თუნდაც ის რომ იქ არსებობს ნუ ჯერ არ გატესტილა ეგ, მაგრამ მუხლი ლისაბონის ხელშეკრულებაში რომ თავდაუსმელობა, ანუ რეალურად ყველა დაიცავს ერთ ქვეყანას თუ დაესხმებიან თავს, იქ რომ ეკონომიკური სიძლიერე, იქ რომ რაღაცა საინვესტიციო გარემოა, იქ რომ რაღაცა გარანტიები არსებობს. ეგ იცავს ევროკავშირის წევრ ქვეყანას რეალურად იმისგან რომ რუსეთი დაესხას თავზე. ნუ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან, ევროკავშირის წევრებიც არიან და ეგეც ძალიან კარგი მაგალითი არის რეალურად. თუმცა სხვა ისტორიულ კონტექსტში მოხდა მათი გაწევრიანება და ამასაც ნათლად ვიტყვი. თუმცა ხო, საბოლოო ჯამში თამაშის ბოლო არის ეს და ეს ჩვენ გვჭირდება არა იმიტომ მხოლოდ რომ აი მოგწონს ევროკავშირის დროშა როგორი არის და უბრალოდ კარგი ცხოვრება გვინდა ჩვენ იქ და ეგეც ცალსახაა რომ კარგი ცხოვრებისთვის რა ვიცი მილიონზე მეტი ქართველი არის გასული დასავლეთით და ძალიან ბევრი 100,000-ობით კიდევ ევროკავშირში. კარგი ცხოვრება გვინდა, დაბალი ფასები გვინდა, მაღალი საშუალო ხელფასი გვინდა და რა ვიცი ოსაბჭოთა ქვეყნებს როცა უყურებ ევროკავშირის შესვლის მერე ახტა მათი ყველა ეს პარამეტრი რაღაცნაირად ანუ ევროზე გადასვლითაც, თუმცა იქ ზოგადად ეროვნული ვალუტაც დაიტოვა ახტა ყველა ეს პარამეტრი რეალურად და რაღაცა ძალიან დაბალიდან, ქართული დონის დაბალიდან ძალიან მაღალ დონეზე ავიდა, თუმცა ამის გარდა არის ის, რომ მშვიდობის შენარჩუნება არის ამგვარად შესაძლებელი, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთს ძალიან ბევრი წელი არ ქონია ესეთი დათქმა, რომ ევროკავშირში არ შეხვიდეთ, იმის გათვალისწინებითაც, რომ გაწევრიანება შეიძლება დაჩქარდეს, საგან კანდიდატის სტატუსის მიღება დაჩქარდა, ეს არის საბოლოო რაღაცა თამაშის ბოლო და როგორ მივდივართ აქამდე, მაგაზეც აბსოლუტურად არ არის ის, რომ აი ოდესღაც ევროკავშირში შევალთ, ანუ მაგ პოლიტიკას არ ვფიქრობთ, ჩვენ მანამდეც ბევრი რაღაც უნდა გავაკეთოთ, საიმისოთ, რომ ჩვენ უსაფრთხოება დავიცვათ. ხო დამირღვევია, თორე მე გაბრაზდება თათია, რომ დროს იმას არ ღვევ. კაი. ანუ შემიძლია ახლა ჩემის კაი. ნატოზე რო რაღაცა გავერკვიეთ, ეგ კარგია. ნატო მაინც ღიაა ჩემთვის, იმიტომ რომ ორ წელიწადში შეიძლება საერთოდ შეიცვალოს სიტუაცია. რა ვიცი ხა რუსეთშიც შეიძლება ძალიან შეიცვალოს. ეგ როგორი არ დაგეთანხმები შენ წინა როგორ ამეცი? რომ რუსეთი იგებს, მე მაგას არ ვეთანხმები, არავითარ შემთხვევაში. მოდი ესეთ რაღაცა გავაკეთოთ რა. არის ვარაუდები, მე მესმის რომ შენ შეიძლება ეგეთი ვარაუდები გქონდეს, მაგრამ როგორც ამერიკის წინა პრეზიდენტის ისე ახლანდელი პრეზიდენტის განცხადებები უკრაინაზე რომ მოიყვანე ნატოსთან დაკავშირებით, ეგ ნათელი დემონსტრაციაა, რომ ამ სამყაროში არ ვიცი ხა ხვალეთ უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ და გალაქტიკურ ფედერაციაში შეგვიყვანეს, არ ვიცი ხა ეგ მაგაზე არ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა ამ სამყაროში რომელშიც ჩვენ ოპერირებთ, ძირითადი ძალები ესე ხედავენ, ეხლა გადავიდეთ ევროკავშირს. მოდი ევროკავშირზეც რაღაცები ჩამოვყალიბოთ რა. მაგალითად უკრაინაში 2014 წელს ინტერვენცია მოხდა ზუსტად ასე ვთქვათ, აქტივისტების მიერ იმაზე. ანუ უკრაინაში ინტერვენცია მოაწყეს ევროაქტივისტებმა, ანუ ეს რო დავაწყოთ. არა. თუ რუსეთმა. თუ დავასრულებ. ხო, კი ბატონო, არა. უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია რუსეთის მხრიდან მოხდა ევროაქტივისტების მხრიდან ევრომაიდანის მოწყობის შემდეგ. ანუ მან შინაარსი იყო, რომ სავაჭრო შეთანხმების თემაში, ანუ ევროპის ასოცირებული წევრობა რაღაცებს ითხოვდა, მან რო გააჩერა მთავრობამ რაღაცები, იმიტომ რომ პარალელურად რუსეთშიც ჰქონდა ეგ შეთანხმება და ამათანაც და ორივესთან ერთდროულად ვერ გამოდიოდა. მაგას მოყვა ევრომაიდანი და ზუსტად მაგ ევროკავშირის ინტეგრაციის ფონზე მოხდა ყირიმის ანექსია. ზუსტად მაგ 2014 წელს მაგ ევროაქტივიზმის ფონზე მოხდა უკრაინაში დონბასის ნაწილის დაკავება და აქედან გამომდინარე საკითხის ისე დაყენება, რომ აი ევროკავშირის მიმართ დაუშვათ ნაკლები პრობლემებია, გააჩნია სად. ანუ
გეოგრაფიიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად შეიძლება რაღაცა ფინეთის მიმართებაში, ვერც ნატოს თემაში და ვერც ვერაფრის თემაში რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთოს, მაგრამ აგერ ახლა ჩვენ რეგიონში ჩვენ საქართველომაც და უკრაინამაც განსხვავებული სახელმწიფოა ქვეყანა. იმიტომ განსხვავებული, რომ ჩვენ ტერიტორიებს რუსეთი განიხილავს თავის ბუნებრივი გავლენის ზონად, იმიტომ რომ საბჭოთა ფინეთსაც განიხილავდა ძალიან ჩვეულებრივ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ერთ სახელმწიფოს ფარგლებში ვიყავით. ფინეთსაც განიხილავდა. ფინეთი იყო ნეიტრალური. ბალტიის ქვეყნები შევიდნენ მაშინ როცა რუსეთის ინტერესი. ანუ დავასრულებ ხო? მე ხო გაცხრა. არა, კი ბატონო, კი ბატონო. ანუ ფინეთის და ბალტიის ქვეყნების თემა ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ. ბალტიის ქვეყნები შევიდა მაშინ როცა რუსეთი ჩამოშლილი იყო, ხო? ანუ ჩვენთან მიმართებაში, როგორც ჩვენ ისე უკრაინის მიმართებაში, მანდ არის კონტექსტი ის, რომ ეს არის ჩემი პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელზეც მე მაქვს გეოპოლიტიკური გავლენის პრეტენზია და აქედან გამომდინარე, თან ეს არის პირდაპირ გაცხადებული კი არა, რაღაცა ზურა მახარაძემ მოიგონა, ეს არის გაცხადებული დოქტრინა, რომლის გამოც ამბობდნენ, რომ მოგვეცით გარანტია, რომ მაგალითად უკრაინა არ შევა ნატოში, თორე დავიწყებთ ომს 2021 წელი, ამაზე მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგაზე უთხრეს, რომ არ იქნება ეგ გარანტია, ტიპები შევარდნენ უკრაინაში. მერე გავიდა რაღაცა ხანი ამ ომში და გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და რაც იყო ულტიმატუმი 2021 წელს რომ დაგვიწერეთ რომ ნატოში არ გაეწევრიანდება უკრაინა, მაგაზე თქვა რომ კი ნატოში ვერ გაეწევრიანდება უკრაინა. მაგრამ ისევე რომ ევროკავშირს რო დავუბრუნდეთ რა. ჩვენ გვაქვს ეხლა ობიექტური მოცემულობა, რომ აი ჩვენ რეგიონში ყავს აგრესიული მეზობელი, რომელიც ასეთ რაღაცეებზე ომებს იწყებს ხოლმე ჩვენთანაც უკრაინასთან. ეს ხო ობიექტური მოცემულობა. ობიექტური რეალობა რუსეთი სულ იწყებს ამ ომს. რუსები ამ თემაზე ომებს იწყებენ. მოდი ახლა დაგიკონკრეტებ, რატო არ მნიშვნელოვანი რომ ამ თემაზე იწყებენ. სანამ ეს თემა უკრაინაში აქტუალური არ იყო, რუსეთის ინტერვენცია არ იყო უკრაინაში, არც ყირიმის ანექსია იყო მომხდარი და არაფერი. სანამ უკრაინა რაღაცა ნეიტრალურ პოზიციას ერჩებოდა, აი რომ ამობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დროს არც ერთი ქვეყანა ყველა გადაგდებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე კაი მაგალითი, რომ რუსეთთან რაღაცა ფორმატში მოლაპარაკება შეიძლება და სანამ ეგ ფორმატი ნარჩუნდება, რუსეთები რაღაცა ფორმატის ფარგლებში ოპერირებენ, ეგ არის ზუსტად უკრაინა. იმიტომ რომ სანამ 2014 წლის მოვლენები არ მოხდა, მანამდე იმის მიუხედავად, რომ იქ სხვადასხვანაირი ხელისუფლებები იყო, მათ შორის ფერადი რევოლუცია მოხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქ სამხედრო ინტერვენცია არ განხორციელებიათ, განხორციელეს მაშინ, როცა მოხდა იქ აიდანი, როცა საკითხი ისე დადგა, რომ ეს ჩემი ყოფილი პოსტსაბჭოთა გავლენის ზონები ეხა გადადიან იმათი გავლენის ზონებში, მე ამათმა დაიწყეს ომი. ესეც არის ობიექტური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, მე აქ იმისი მტკიცება კი არა მაქვს, ხა რომელია კარგი, რომელია სამართლიანი, რომელი არის საქართველოსთვის რაღაცა საოცნებო და რაღაცა. მე ვამბობ, რომ ესეთი ქმედებები კონკრეტულად ჩვენი რეგიონისთვის, აი ჩვენს ნატოში გაწევრიანების გარანტიები რომ მოგცეს 2008 წელს რამდენიმე თვეში შემოვარდნენ, უკრაინაშიც ევროინტეგრაციის ნაბიჯები რო გააკეთეს, რამდენიმე შემოვარდნენ და მაგან გამოიწვია თან კონკრეტული შედეგები მერე. ჩვენთანაც და უკრაინას შემთხვევაშიც ეგ პროცესები დასავლეთმა გააჩერა. ანუ ამათ თავისი აგრესიით მოახერხეს, რომ დასავლეთმა ეგ პროცესები გააჩერა. ამიტომ, როდესაც ვიღაცა საუბრობს, რომ აი მე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება მინდა, მე მან ის კი არა მაქვს სადაო ეგ კარგია, ცუდია, შენ გიხარია, არ გიხარია. მე ვამბობ, რომ ჩვენ რეგიონში ეგ იწვევს აი ამ გეოპოლიტიკურ მოვლენებს. ანუ იმას კი არ იწვევს, რომ შენ გაიჩითე რაღაცა ბრუსელში, რაღაც იმის ჰოლანდიის გვერდზე, იწვევს იმას, რომ ხდება ინტერვენცია, ხდება ტერიტორიების დაკარგვა და ვერ შედიხარ ვერც ნატოში, ვერც ევროკავშირში. ორი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, აი რაც ახლა ძალიან ისე გამიჩნდა. რატომ განვიხილავთ ჩვენ იმას ისე, რომ რუსეთს მაინც და მაინც სჭირდება რაღაცა მიზეზია, წეგანადაც ვისაუბრე, რომ აი ეს ევროკავშირისკენ მიდის, ნატოსკენ მიდის და ისე არ იწყებს ამ ომებს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი ხომ გვაქვს ისტორიულად. თუნდაც 93 წელს საქართველოს
ჩვენი უდიდესი ტკივილი აფხაზეთი, რომელიც 93 წლიდან რაღაც დროებით დაკარგულია, დარწმუნებული ვარ, დავბრუნდებით ჩვენ იქ და დავბრუნდებით ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება და რა თქმა უნდა, მშვიდობიანად შენარჩუნებით ამ ყველაფერს, თუმცა ამ გზით, თუმცა მაშინ საერთოდ არ ვისწრაფოდით ჩვენ ნატოსკენ, მაშინ საერთოდ არ იყო ევროკავშირი თემა, მაგრამ იქ კოზიროვს აქ თუ ვაცდები, კოზირევს აქ რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს აღიარებული პირდაპირ, რომ გუდაუთის ბაზიდან ჩვენ ვაწვდით იარაღს აფხაზებს, თან მოგვაწერინეს ხელი ორჯერ სამშვიდობო შეთანხმებაზე და მაინც რუსები იყვნენ მხარე ხალხური სეპარატისტები ეგ კარგია მაგაზე რომ ვთანხმდებით ხო და მაშინ საერთოდ არ იყო ნატო და ევროკავშირის თემა კიდევ უფრო უკან რო წავიდა ისტორიაში რუსეთს სულ ჰქონდა ინტერვენციული მიზნები საქართველოს არა მარტო საქართველოს მიმართებაში და სულ ახორციელებდა ამას რუსეთისთვის იმასაც არ შეუშლია ხელი დავასრულებ იმასაც არ შეუშლია ხელი 94-ში ბუდაპეშტში რომ მოაწერეს ხელი რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდნენ და მაგ ეგეც კი ანუ რუსეთი არ ქვეყანა პატრიოტული განმოსახედი არა ვიტყვი რა მოდი რაღაცა არა ამას დავამთავრე რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა ამას დავამთავრე პატრიოტული განმოსახედიდან ის რომ მე რა თქმა უნდა რუსეთი არ უნდა მინდოდეს და არ მინდომება ეს არის ცალსახა იმიტომ რომ დღეს 8 წელი გავიდა სხვა შორის ტატუნაშვილის მკვლელობიდან ეგეც ჩვენი ტკივილი არის რა ვიცი დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ანწუხელიძის მკვლელები ანუ ყველაფერი ეს რაც უმნიშვნელოვანესია პირველ რიგში ეს რომ გადავდოთ ჩემი და შენი დიალოგი ხო არ წარმოებს იმაზე უნდა გვინდოდეს თუ არა არა მივდივარ მაგაზე არ წამო არა მარტო პატრიოტული რაღაცეები თქვი რომელიც არ მინდა რომ დამეკარგოს მაგალითად არა ხო და ჩავამთავრებ ძალიან მალე პრაგმატულადაც მათ შორის და არა მარტო პატრიოტულად პრაგმატულადაც მე მარტო რომ დავრჩე და უარ ხელი ავიღო ჩემს ევროინტეგრაციას ნატოში ინტეგრაციას რომელიც საერთოდ შეიძლება არ იყოს სარჩული იმით რომ რუსეთი შემოვიდეს რუსეთი ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს და ამისთვის მე უნდა მქონდეს ძლიერი თავდაცვა ამისთვის მე უნდა მქონდეს ძლიერი ეკონომიკური გარანტიები უნდა მქონდეს და ამაზეც ვისაუბრებთ როგორ მივდივართ აქამდე ევროკავშირის წევრობის იქით ანუ ამის გარდაც უნდა ვიმუშაოთ ეს უნდა გქონდეს არა ნუ ოცნება არ აკეთებს მაგას თორემ გეგმა არსებობს ძალიან ნათელი უნდა გქონდეს მაგამდე მივარ დღევანდელს და ხვალინდელს ჩვენ ვლაპარაკობთ კითხვა ხომ დასვით არა კი ბატონო აი პირველი კითხვა ხომ დასვით მოდი პირველ კითხვაზე უპასუხოს მე მეორე კითხვა დასვით მეზეც უპასუხოთ მე მეცდება ერთი დამაზუსტებელი კითხვა თქვენთან დროს რო პატივიცეთ პირველი მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენ ჯერ კიდე არ ვლაპარაკობდით რომ ნატოში და ევროკავშირში წევრიანდებოდით მანდა ძალიან კონკრეტული რაღაცა მოხდა თან აი ყველა ვინც მაგ პროცესში მონაწილეობდა და დამეთანხმება რომ ეგ კონტექსტი იყო ანუ რუსები ჩვენგან ითხოვდნენ DST-ში გაწევრიანებას მაგაზე აქედან წავიდა უარი ტიპებმა აგვიფეთქეს ორი რეგიონი დავკარგეთ ეგ ორი რეგიონი და გავწერიანდით DST-ში აი ეგ არის პოლიტიკური მოკლე შინაარსი, რაც მოხდა მაშინ საქართველოში. ანუ რაღაცა და თავდახრამდე მიგვიყვანა მაგან, თავდახრა პოლიტიკան მიგვიყვანა, რამაც ვერაფერი ვერ მოგვაგებია. ანუ ვერაფერი ვერ მოგვაგებია იმან, რომ მაშინ არ დავთანხმდით, ტერიტორიები დავკარგეთ და მე მაინც ძალით დაგვათანხმებიეს. ანუ რაღაცა მომენტში, როცა შენ ხედავ, რომ რესურსი, პოლიტიკური მხარდაჭერა და ზურგი არ აგაქვს და გიწევს, გინდა არ გინდა. მაგალითად რაღაცა ორგანიზაციაში შესვლა, რომელიც ფარატინა ქაღალდად დარჩა, აი DST-ს რა შინაარსი ჰქონდა, ხო არაფერი. მაგრამ მაინც მან შეგვათრიეს და ფაქტობრივად მოხდა იგივე, ოღონდ ჩვენთვის უფრო ზიანი. ეგ ერთი. მეორე, ძალიან კარგია რომ შენ ახსენე ის უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინას მიცეს, როცა ბირთვული იარაღი ჩააბარა. იმიტომ რომ მან რუსეთმა კი არ მოაწერა მარტო ხელი, მან მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ბრიტანეთმა და რაც დაიცვეს სხვათა შორის. რა დაიცვეს? არა, შეიძლება სამხედრო მაგრამ რუსეთი ხმაურს ნატოს ეომებიო მე. შენ ხო არ არა მესმის. უსაფრთხოების გარანტიები იგულისხმება, რომ შენ თუ ვინმე თავს დაგესხება, მე შენ გვერდით ვიომებ. ეგ არის უსაფრთხოების გარანტიები. მე მოყიდი იაფად მაგარი იარაღი მაქვს და აგერ იაფად გაგიძრობთ, მაგრამ ეგ არ არის სამხედრო მოკავშირე. მოკავშირე არის, რომელიც აი შენ თუ ვინმე თავს დაგესხა და ნატოშიც ვიცი რომ მაგიტო გინდა და ეგ არის შენი ლოგიკა, რომ საქართველოს რო ვინმე თავს დაესხას, ჩვენ გვერდით ამერიკა და ევროპა იომებს. უკრაინის შემთხვევაში ეგ ეგრე არ მოხდა. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ ომი არ გამოუცხადებია, იმიტომ რომ აგერ ბუდაპეშტის ხელშეკრულება და ვალდებულება გვაქვს, რომ უკრაინის ტერიტორიის სუვერენიტეტი დაიცვათ. ეხა არის თავარი, რაც მე ვთქვი, ნახე. ეს უნდა იყოს გავიგე.
მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა არის. არის ეგეთი მოცემულობა რა. რეალურად არ არის არც ერთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც საკითხს აყენებს ისე, რომ საქართველოზე თავდასხმა არის მასზე თავდასხმა. თან მნიშვნელოვანია, რომ მან ის კი არ არის, რომ აი ეს ხელისუფლება ესეთია, ის ხელისუფლება ესეთია, აი ამ ხელისუფლების დროსაც, წინა ხელისუფლების დროსაც და იმის წინა ხელისუფლების დროსაც, აი ეგ ხაზი, რომ კი რაღაცა კაი ხალხი ხარ თქვენ ევროინტეგრაცია, მაგრამ აი თქვენზე შეტევა, ჩვენზე შეტევა და თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მაგათ ომებში ვიბრძოლეთ, ჩვენ მისიებში ვაგზავნეთ ხალხი დაგვეღუპა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, ანუ ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავდა ჩვენ პატარა საქართველოს, ხო? მაგრამ ისინი ეგრე არ უდგებიან, რომ თქვენი ომი ჩვენი ომია. ამიტომ შეიძლება შენ გინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ობიექტური რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ არავინ საქართველოს გამო რუსეთთან ომს არაპირებს, საქართველოს გამო კი არა, უკრაინის გამო არავინ რუსეთთან ომს არაპირებს. ეგ არის უბრალოდ ობიექტური მოცემულობა. მე იმიტომ ვისწრაფვი ზუსტად ევროპული ინტეგრაციისკენ, რომ ეგ რეალობა შეიცვალოს და მანამდე ოღონდ ჯერჯერობით ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა იწევს არა ევროპაში ინტეგრაციას, არამედ ომს. ანუ მე რაც ჩამოთვალე საქართველოს და უკრაინის მაგალითები პრაქტიკაში მაგან გამოიწვია საომარი კონფლიქტები ისე რომ ევროპაში ვერ მოხდა. ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი. დღევანდელ დღესაც, ანუ ობიექტური რეალობიდან ეს არ არის, ანუ მე არ მინდა რომ ის წარმოჩნდეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი სურვილი, რასაც მე ვლაპარაკობ. დღევანდელ დღესაც რეალურად გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა, სხვა რაღაცა კონტექსტი და ამ კონტექსტში არა, უფრო უარესი მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენც უფრო უარესი. რუსეთი დღეს ეს ეხა ცალსახა არის დაკავებული უკრაინაში ომით. რომელიც თვითონ წამოიწყო, თვითონ აიხირა, თვითონ შეიჭრა, ამაზე მე მგონი თანხმდებით და ზელენსკი იყო ზუსტად ის პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას იძახდა ძალიან ხშირად და არ იყო მილიტარისტი დიდად და მაინც შეიჭრნენ. ოღონდ არ გაატარა ეგ პოლიტიკა, მაგრამ მაგაში არა, ნუ მაინც შეიჭრნენ, ახლა მისი რიტორიკა ეს იყო. ზელენსკი მოვიდა რუსეთთან დალაგების მესიჯ-ბოქსით, მაგრამ დალაგების მხრივ მაგას არ გავდაუდგია ნაბიჯები. ანუ რუსეთსაც არ გადაუდგია ნაბიჯები. გავიგე, ანუ რუსეთის შინაარსი გასაგებია, კაცო, რუსეთი აგრესიული ძალით მიდის იქამდე, რომ თავისი ყოფილი გავლენის ზონები და დაიჭიროს გავლენის ქვეშ. ეგ არის რუსეთის სამოქმედო გეგმა. მაგრამ უკრაინის მხრიდან ის მომენტი, რომ რუსეთი რო ითხოვდა 2021 წელს, რომ მოგვეცით წერილობითი გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოში და არ შემოვიჭრებით, ან თუ მაგ გარანტიას არ გვაძლევთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს და უკრაინას მიმართა და ერთი წელი მიდიოდა მაგაზე დავა. მაგაზე ხელმოწერა არ მოხდა, მოხდა შეჭრა, გრძელდება მეოთხე წელია მე მგონი, ხო, ომი და de facto, აი როგორც რაც ჩვენ დაგვემართა დსთ-ში გაწევრიანებაზე, რომ აი რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, მე მაინც იგივე შეგვეტენა, აქაც იგივე შედეგები დგება, რომ საბოლოო ჯამში ამერიკელები ამბობენ, რომ არ იქნება ეგ ხალხი ნატოში. ანუ 2021 წელს რო ამერიკის პრეზიდენტს ეთქვა იგივე სიტყვები და მოეწერა ხელი, რასაც ეხლა ამბობს, უკრაინაში ცხელი ფაზა სამხედრო კონფლიქტის დიდი ალბათობით აცილებული იქნებოდა თავიდან, იმიტომ რომ 2014-დან 2021 წლამდე კი იქ გაყინული კონფლიქტი იყო, მაგრამ ცხელი ფაზა არ იყო. და მაგას ვამბობ მე, ობიექტური რეალობიდან ვილაპარაკობ. მე მაინც არ მიმაჩნია ეგრე, იმიტომ რომ რუსეთს არანაირი მიზეზი არ სჭირდება ზუსტად იქიდან გამომდინარე, რასაც შენ ამბობ, რომ მის გავლენის სფეროთ აგიქვავს და ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს შენ ზუსტად იმიტომ უნდა იყო კარგად შეიარაღებული, ზუსტად იმიტომ უნდა იყო კარგი მეგობრებით გარშემორტყმული. აი ძალიან ისეთ მაგას მოვიყვა. კარგად შეიარაღებული უნდა ვიყოთ, მეგობრები უნდა გყავდეს, მაგაში ჩვენ არ ვდაო. და შენ უნდა გყავდეს მეგობრები, რომელიც გარიშგასწევი ძალაკება. აი გეტყვი. რომელიც შენთან ერთად იომე. და ხა დავიწყე საუბარი აღარ შემოწმე. სწორია. მართალია, უნდა გყავდეს მეგობრები, რომლებიც შენ რო დაგესხმებიან თავს შენთან ერთად იომებენ. პრობლემა ის არის, არ აყავს ეგეთი არ არის, ხო და კანდიდატი ქვეყანა გახდი, სულ რაღაც ამ საუბრის დაწყებინა რამდენიმე თვეში, ერთ წელიწადში. ევროკავშირი გეუბნება, რომ როდესაც იქ ომი დამთავრდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დამთავრდება ხალხის ხოცვა, 2030-ში
შენ გაქვს შანსი რომ ევრო ინტეგრაცია მოხდეს შენი უკრაინასთან ერთად ანუ ეს ეხლა უბრალოდ შეიძლება შენ თქვა რომ არა და იუარაუდო რომ არა თუმცა ეს არის ნათქვამი ეს არის გაცხადებული და ზუსტად აქეთკენ მიყავს გზა და ეხლა სადაც მე მივდიოდი იქ მინდა რომ დავუბრუნდე ზელენსკიმ განაცხადა რომ 2027 წელს არა 27 წელს ვლაპარაკობ კონკრეტულიო მაგრამ 27 წელს მაგაზე უთხრეს რომ აი გერმანიის კანცლერი სიტყვები დავმეორდ არის საუბარი უკრაინის 30-ზე გეუბნება 30-ზე ვცელდება რაც გერმანიის კანცლერმა თქვა 27 თქვა კაცო იმან არა გერმანიის კანცლერმა გასცა ეგეთი პასუხი რომ 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემა არათუ შეიძლება რომ ფინალიზებული იქნოს მანდ დაწყებულიც არ გვექნება პროცესიო და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემა ეხლა ისეთივე გაყინულია რეალურად როგორც არის გაყინული ნატოში გაწევრიანების თემა, იმიტომ რომ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები და მან კონსენსუსი უნდა იყოს. ცალსახად აფიქსირებენ, უნგრეთი იქნება, სლოვაკეთი იქნება, რომ არა, არ იქნება ეგ ხალხი ევროკავშირის წევრი. ამიტომ რეალობა უნგრეთში რეალობა სავარაუდოდ და სხვა შორის მე მახსოვს ზელენსკის და ფიცოს შეხვედრა სადაც სლოვაკეთმა რაღაცა რადიკალური არ იყო მაგ და ჩვენ ეს უნგრეთი არის უფრო რომ აი უკრაინა არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და უნგრეთს აგერ არჩევნები არის ნახოთ რა იქნება იქ ძალიან სერიოზული რეიტინგი აქვს ორბანის ზუსტად იგივე ანუ შენ გაქვს იმედი რომ რაღაცა შეიძლება ლაპარაკობ იმაზე კი ბატონო მე ლაპარაკობ იმაზე რაც ეხლა გვაქვს ნახე მე ლაპარაკობ 2026 წლის 22 თებერვალი მე და შენ უნდა ვილაპარაკო 26 აპრილია შენ რო იმედი გაქვს გავიგე, მაგრამ სტატუს-კვო ეხლა 22 თებერვალი 2026 წლის სულ არ იქნება. სტატუს-კვო ეხლა გვაქვს ეგეთი. და ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას გეტყვი კიდე რა, აი უფრო საინტერესო რაღაცაზე გადავალ რა. სინამდვილეში ხალხი, რომელსაც დასავლეთის იმედი გაქვთ, რომ რუსეთისგან დაგვიცავს, უნდა ერთ უცნაურ რეალობას თან დარჩეთ მარტო და გააცნობიეროთ ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი რომ რეალურად დასავლეთი ხა თქვენ ბიზნესგან აღარ გიცავთ. აი ეგ მნიშვნელოვანია რომ პუტინისგან დაგვიცავს დასავლეთი კი არა. ეხა არის მოცემულობა, როდესაც არა ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მასშტაბი უნდა გააცნობიეროთ. მასშტაბი უნდა გააცნობიეროთ რა. დავასრულებ, ნახე, როდესაც გავხდებით ეგ არის შენი ვარაუდი, მაგრამ ეხა გვაქვს ეგეთი მოცემულობა, რომ ევროკავშირის მაღალჩინო ეხა გვაქვს ეგეთი მოცემულობა, რომ პუტინის აგრესიისგან კი არა. ბიძინა ივანიშვილმა ხო აი ეს პროდასალურ კოლექტიური ფლანგი რო ავიღოთ. მაგას ხო რაც გაუკეთა ეს რამდენიმე წელია დარბევა იქნება ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო უკვე განცხადებებს აღარ აკეთებენ ანუ საქართველოს მაგ დღის წესრიგიდან ამოვარდა არათუ ბიზინა ივანიშვილი ნუ ბიზინა ივანიშვილის თავრობას რა ელაპარაკებიან გასაგებია მაგრამ არც ქართულ ოპოზიციონერებს აღარ ელაპარაკებიან და ფაქტი ეგ არის რომ პუტინისგან კი არა ბიზინასგან ვეღარ გიცავთ უკვე დასავლეთ იმიტომ რომ ეს რეალობა ეგეთია ეს ჩვენი საბრძოლო არის ზოგადად რომ აქ არის ბიზინა თავრობა შეიძლება მთავრობა გარედან არწდება გარედან შენ სამყაროში ხო ნახე შენ სამყაროში ხო აი ბოროტი პუტინისტი ოცნება ყავს რომლის გამოც საქართველოს არა მნიშვნელოვანია აი ვისი იმედით შენ გაქვს აი ეს პროდასავლური ფლანგი რო ხართ რომლებიც დროშებს იგნევთ წყალი გესხმევათ ყველაფერი ეგენიც დაგიკიდეს მე ვერ დავაკნინებდი არა ეგ იმდენად თვალსაჩინო რავი ტრამპმა ჩახსნა USAID აქედან გამომდინარე ჩვენ გამო ხო არ ჩახსნა კაცო USAID ზოგადად ჩახსნა USAID მაგრამ ზოგადად ჩახსნა ნიშნავს რომ ტრამპა გადაწყვიტა ეგეთი პროექტები რომელიც NGO-ები რომლებიც ეფერად რევოლუციებს აკეთებენ ეგ თემა ჩაიხსნა და საქართველოში ფინანსები ოპოზიციისთვის აღარ მოდის პოლიტიკური მხარდაჭერა აღარ მოდის ანუ ბიზნესგან ვეღარ გიცავთ არა ბიზნესგან კი არა კაი მაშინ აი შენ ხო ამბობ გიცავთ მოგი მაშინ არა მოგიყვები რა როგორ რეალურად არ აკეთებს შენ გამო მოგიყვები არა ჯერ ესეთი არაფერს არ აკეთებს შენ გამო ეგ ისე ოცნების ისა რიტორიკა არის რომ აი თქვენ გარე ძალები ანუ არანაირი გარე ძალა არანაირი უცხოური და პროდასავლური ფლანგი ხო არის პროდასავლური ფლანგი არის პროდასავლური ფლანგის დასავლეთი რამეს აკეთებს
რა თქმა უნდა, პოლიტიკური განცხადებები კეთება, სანქციები შემოდის, მათ შორის თქვენც დასანქცირებული ხართ მე როგორც ვიცი. მე ვარ. აი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ნახე, მე ვარ უფრო მძიმედ დასანქცირებული, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. ეგ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდე. აი, იქნება როგორ ხდება, იცი. მე უფრო მძიმედ დასანქცირებული ვარ LGBT პრაიდის ჩაშლის გამო, ვიდრე ბიძინამ თქვენო თავზე გადაგიარათ, მაგის გამო არის დასანქცირებული ბიძინა. აი, ეგ არის მთელი დასავლური მხარდაჭერის მასშტაბი რო გააცნობიერო რამდენად გიჭერს დასავლეთის მხარდაჭერა რამხელა არის დასავლეთი გიჭერს შემხარს ეგ არის მთავარი დასავლეთი პოლიტიკურად გიჭერს შემხარს თუმცა ამ ქვეყანაში ცვლილება მე მაგის ბოლომდე მჯერა ამ ქვეყანაში ცვლილება ავიგერო ჯერა ხალხის არა რეალობას გიყვები ამ ქვეყანაში ცვლილება ზოგადად ხდება ხალხის ჩართულობით და ხალხმა უნდა მოაწყოს ეს ცვლილება. დასავლეთი მიჭერს ხას, დასავლეთ მე ხარ ბიზინა ვერ გადამაგდები, ეგ ისულები, იმიტომ რომ არ მჭირდება მე დასავლეთო ბიზინა გადავაგდო. ბიზინა მე უნდა გადავაგდო ამ ქვეყანაში. დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა ინდონეზია. ეხლა მოდი ეხლა ბიზინას გადავიდები დასავლეთს რომ ბიზინას გადაგდებაზე გადავიდეთ ეხლა მოდი. ბიზინას გადაგდება ძალიან თემაზე მივდიოდი, მოდი. კი, ეგ შეწყვეტინე მე მათ სხვა თემაზე მივდიოდი, ამიტომ დავამთავრებ. უკაცრავად დავამთავრებ. ხო, კონტექსტს დავამთავრებ მაინც. უკაცრავად რო გაგაწყვეტი. ხო, კონტექსტს დავამთავრებ საბოლოო ჯამში. არა, ხო, თავისთავად. კონტექსტს დავამთავრებ საბოლოო ჯამში. დღეს არის აბსოლუტურად სხვა სიტუაცია, იმიტომ რომ დღეს რუსეთი დაკავებული არის უკრაინაში ომით. დღეს რუსეთი არის აბსოლუტურად ამით მოცული და ის კი არა რუსეთი სოფლიოს მეორე არმია, სოფლიოს რაღაცა მეორე თუ მესამე ეკონომიკა რუსეთმა ვერ მოახერხა. სწორედ აქ დავინახე ფრაზა ხომ გეუბნებოდით. თქვენ მე მახსოვს რომ ამბობდით, ეუბნებოდით ხალხს რომ აი გამორიცხულია რამდენიმე დღეში კიევი აღებული არის. მე მახსოვს ეგ თქვენ ეთერებში და ეგ შეცდომა თქვენ დაუძვეთ ეს ხომ გეუბნებოდით ეგ თუ არის თქვენი ნუ მე არ ვიცი. მაგრამ არა დავამთავრებ რა. არა დავამთავრებ მე ხوار შეგა. მოდი გაგცემ. არა კითხვა გაინტერესებს. არა ბოლოს აგინთოთ ვადო. როგორ? აგინთოთ ვადო. არა კი ბატონო მოდი აი ეს თუ რაღაცა ესა კითხვა გავამარტივებ სიტუაციას მოდი კითხვა ხავარდნის მერე არა მოდი ეგავიარო არა რატო არა არა ჩავამთავრებ აი მიდი ჩართვა იყო ჩავამთავრებ დღეს არის სიტუაცია როდესაც 3 წელია უკვე არა თუ 3 დღეში 3 წელია ვერ აიღო კიევიდან, ნუ 20%-ს ვერ გასცა. რა თქმა უნდა, უდიდესი ტრაგედიაა რომ იქ ხალხი იხოცება და რომ წესლის შეწყვეტამდე რო არ მიდის საქმე, ეს არის რუსეთის დამსახურება, ანუ ამას ვერ დააბრალებ უკრაინას, იმიტომ რომ რუსეთი არ თანხდება ამას და თელ რესურსებს იმაში რომ ომი გააგრძელოს, ეს ეხა ხო ცალსახა არის. ასევე ის თუმცა რუსეთი არის ხო, ამერიკელებმა რაღაც მომენტი ხო გამოჩნდა რომ იქ ტრამპის არა დავამთავრებ რა, ფაქტორი არის და დავამთავრებ. ფაქტორი არის რომ ტრამპი ხან ტრამპა ხო რაღაც მომენტში ხო ჩვენ რაღაცნაირად დავინახეთ და გვეგონა რუსეთს პრო დაუჭირა მხარი, მაგრამ რუსეთი მაგაზეც, ანუ რუსეთს სრულად უნდა იმ მიზნის მიღწევა, დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, რაც არ გამოვიდა 3 წელი. არათუ ნუ მილიონიან დანაკარგზე რა ვფერა ვთქვა. არათუ ის რომ მისმა არმიამ ვერ დაამარცხა უკრაინა. არა, ანუ დააჭირდა ჩრდილოეთ კორეიდან, კენიიდან ჯარისკაცები ჩამოყვა და მობილიზაციის გამოცხადება და ნახევარ რუსეთი აგრო გამოიქცა, უდიდესი პრობლემა არის ასევე ჩვენი ეროვნული საფრთხეებისთვისაც. ის რუსეთი სანამ იქ არის ომში და რამდენიმე წელი მე დარწმუნებული ვარ მაგაში. მე არ ვიყავი, იმიტომ რომ ზუსტად რუსეთი რაღაცნაირად აგზელებს და შეყეს რაღაცნაირად თავი იმაში, საიდანაც ვეღარ გამოყოფენ ახლა. დაასრულე რა. დაასრულე. არა, ნუ მე გამოვიყენო ეს ჩემით რომ ნახე როგორ რაღაც არის სანამ რუსეთი იქ არის ომით დაკავებული შენ გაქვს ნუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ინტერესზე ეს არის უდიდესი ტრაგედია რომ იქ ომი არის თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ინტერესზე ჩვენ ინტერესზე არა შევასწროთ ნატოში მე ეგ არ მithქვამს ჩვენ ინტერესზე უნდა ვიფიქროთ უნდა გავხდეთ ელემენტარულად თავდაცვის უნდა და ამისკენ ნაბიჯები არ იდგმევა შენ მიდიხარ და თავს დაუხრი რუსეთს და რაღაცა სტატუს კოს დაიჭერო შენ არსად არ მიდიხარ შენ უნდა შენ გეტყვი სომხეთის მაგალითზე გეტყვი არა მე ვასრულებ კაცო სომხეთის მაგალითზე გეტყვი შენ უნდა შემოიყვანო არა კიდევ დავამთავრებ ამას შენ უნდა შემოიყვანო ამერიკული ინვესტიციები როგორც სომხეთმა შეიყვანა იქ NVIDIA-ს ქარხანა პალანტირი შედის ახლა შენ უნდა შემოიყვანო ჩინური ქარხნებიც უნდა გააკეთო თუნდაც ელექტრომანქანების მხრივ და ესეც შენი უსაფრთხოების გარანტია არის შენი ენერგორესურსი უნდა გამოიყენო ანაკლის პორტი უნდა აშენეს ამ ქვეყანაში რითაც შენზე გაივლის შუა დერეფანი და ნახეთ ან როგორ რაღაც არის ჩინეთს შენ აინტერესებს ჩინეთს შენ ინტერესს ხედავს შენში ინტერესს ხედავს როცა შენ ევროპასთან გეკეთება კარგი რომ ევროპაში წევრი იქნები და შენზე გაივლის ჩინური ტვირთი და ასე უნდა გაძლიერდეს ჯარი უნდა გააძლიეროს ჯარს ხელფასი უნდა გაორმაგდეს უნდა
გაორმაგდეს თავდაცვის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა. და ამის შემდეგ, როდესაც ომი დამთავრდება, უნდა მიხვიდე რომ პასუხისგებლობა და იმდენ რაღაცა ჩამოყარე ხარ, რომ შეუძლებელია ამდენ რაღაცა გამახსოვრება შეუძლებელია. ჩემი ბრალი არ არის რაღაცა კონკრეტული. მე ვიცერ, შენას საბარაკო. ხო და ნახე როგორ რაღაცა ბოლოს, როდესაც ნახე, როცა თავრდება ომი, ქვეყანა უნდა აღდგეს რუსეთი შეტევით პოტენციალს, ჯერა და ეს აბსოლუტურად ეგრე არის. ეხლა რაც არ უნდა ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ უძლიერესი არმია გამოჩნდა, როგორი უძლიერესი არმიაც არიან ისინი, რა თქმა უნდა, არ უნდა არ დააფასო მეტოქე, თუმცა 2-3 წელი ყველანაირად დაჭირდებათ მათ ამ დანაკლისის სამოსასწორებლად, რომ უკვე სერიოზული პრობლემები აქვს. ადამიანური რესურსის მხრივ, ტექნიკის მხრივ და ნახე როგორ რაღაცა არის შენ, როდესაც გეუბნება ევროკავშირი, როცა უკრაინაში ომი დამთავრდება 2027-ში შეიძლება არა და ამის მოლოდინი არ არის, თუმცა ომი როცა დამთავრდება, შენ და უკრაინას შეგიძლია შეყვე ევროკავშირში, შეგიძლია შეყვე ევროკავშირში. ეს ფანჯარა, არა, აი ვამთავრებ. ევროკავშირში შეყვე იმ რაღაც ფანჯრის დროს, როდესაც რუსეთი, ჯერ გააძლიერო ქვეყანას ამ ომი არის იქ და ევროკავშირში შეყვე უკრაინას, როცა იქ ომი დამთავრდება და რუსეთი თავდასხმი პოტენციალს, მაგიტო არის აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა შენ თავს ვერ დაგესწრება და არ დაგესწრება. დასრულე. რა? გავიგე. მე გავიგე კითხვა ერთი 5 წელი კითხვა იყო კონტექსტუალური. მოდი ახლა გავყო. მეორე კითხვა იყო აღარ. მოდი აი პირველი გავყო. ეს თემა რო აი თქვენ ამბობდით რომ 3 დღეში კიევს აიღებდნენ. პირველი 3 დღეში კიევს აიღებდნენ, ეგ ჩვენი ტექსტი არ არის, ეგ ამერიკელების ტექსტი. გენერალი მაიკლ მილის იყო და რამდენიმე დღეში გაცალე რა. შეხო გაცალე შენც არ მაცადე წეგან, მაგრამ კი. ხო და მოდი ვაცალე. პირველი ეგ ჩვენი ტექსტი არ იყო, მაიკლ მილი ამბობდა და მაგი უბრალოდ ციტირება მოახდინეთ, ჩვენ რას ვამბობთ, გეტყვი კონკრეტულად, რაც არასწორად დავთვალეთ და გეტყვი რა დავთვალეთ, არასწორად, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ჩვენი კამათფარგლებში. ჩვენ ვამბობთ, რომ რამდენიმე კვირაში ეგ ამბავი მორჩება. აი ეგ იყო კონკრეტულად რასაც ვამბობთ, ეგ ერთი. მეორე, სინამდვილეში ჩვენ ეგ პროგნოზი რატო ქონდა რაციონალურად გეტყვი, იმიტომ რომ დაახლოებით 1 თვის მერე შეჭრიდან სტამბულში დაიწყო მოლაპარაკებები, რომელზეც არესტოვიჩმაც და არახამიამაც ერთმა ყოფილმა და ეხლა მოქმედმა უკრაინის მრჩევლებმა ცალსახად თქვეს, რომ მან მიღწეული ქონდა უკვე შეთანხმება, ომი მთავრდებოდა. ეხლა ისევ ჰიპოთეზაზე მელაპარაკები? ჰიპოთეზაზე არა. აი რაღაც უნდა მომხდარიყო. ერთა მე რატომ იმას მიშვებ, ხო? არა, რაც დავიწყე. ჩამოყალიბო რა. ანუ უკრაინული მხარის განცხადებას გელაპარაკებ ჰიპოთეზაზე არ გეუნები. მე გეუნები უკრაინული მხარის განცხადება, რომელიც ამბობს შეჭრიდან 1 თვეში ომი უნდა დასრულებულიყო, იმ გარანტიებს, რომ უკრაინა ნატოში არ შედის, ხელს ვაწერდით, დანარჩენი დონბასი სტატუსი განისაზღვრებოდა და ყირიმის თემაზეც მე შეიძლება დალაპარაკება მოხდარიყო, ანუ ბევრად უფრო უკეთეს ვარიანტში ვინტრე ეხლა არის, უკრაინის ომი მთავრდებოდა. და ჩვენ როცა ამ თემაზე მაგ პროგნოზებს ვაკეთებდით, ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რომ უკრაინელები აი ამ რაღაც არიქა ნატოში გავწერიანდებით დედასვიცა. დიდ წინააღმდეგობას გაწევდნენ და კარგ წინააღმდეგობას გაწევდნენ 50 მილიარდ დაეხმარებოდა. არა, ერთი წამი რა. კი ბატონო. ეგ წინააღმდეგობა რაც მაგათმა გაწიეს სინამდვილეში. ეგ არის უკიდურესად შტერული ნაბიჯი, იმიტომ რომ შედეგები დაიდო ესეთი. ქვეყანა შეინარჩუნეს. ქვეყანა შეინარჩუნებული მაშინაც ჰქონდათ მეტი ტერიტორიით. ნაკლები აი სტამბულის შეთანხმება 1 თვის მერე შეჭრიდან, რაზეც ხელი უნდა მოწერილიყო, მაგის მონაცემებით უკრაინული მხარის ვერსიას ყვები, რუსულს არის. მაგ ვერსიით ტერიტორია მეტი რჩებოდათ, ნაკლები ადამიანი მოკვდებოდა. არანაირი ეს რა ქვია, თვისობრივი განსხვავება შედეგზე არ დადგებოდა, იმიტომ რომ ეხლაც გარკვეულია, რომ უკრაინა ნატოში ვერ შედის. ანუ ყველა რაციონალური თვით, აი მე და შენ ხო შევთანხმდით, რომ არის რაღაცა რაციონალური ქვეყნის სუვერენიტეტის და პატრიოტული რაღაცა მახასიათებელი, რო იმატებს კარგია, რო იკლებს ცუდია. ეგ მახასიათებლები უკრაინელებს ქვეყნის შენარჩუნებაზე თუ ლაპარაკობთ. ეკნებოდათ მაშინ მეტი, ვიდრე აქვთ ეხა. ეგ ერთი. თუმცა ყირიმის დათმობაზეც იყო იქ საუბარი. იქ იყო რომ შემოგთავაზობს რა. აი რატო არ მაცლე ლაპარაკი? კაი, ბოლოს კითხავ, კი ბატონო, კაი. ყირიმის სტატუსზე იქ გადაწყვეტილება როგორ იქნებოდა? ეგ არ იყო იქ ჩადებული, იყო რომ ყირიმის სტატუსზე მე დავილაპარაკოთ. ან უკრაინელებს
უკრაინელებს არეუბნებოდნენ. რუსებთან ეგ მაგას ნიშნავს. რუსებთან ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა მაიცა და ეხა რაც არის სტატუს კო ფრონტის ხაზზე გაყვეს, ეხა დაკარგო არ არის? ეხლა ომი მიდის და ანუ ეხა სტატუს კო რაც არის, რაზეც მიდის მოლაპარაკებები, როგორ უნდა გაჩერდეს ეგ კონფლიქტი. ეხა ყირიმის გარდა კიდე სამი მაგდენი, იმიტომ რომ რუსეთი თulis რომ უფრო მეც აიღებს. ეხა შენ რა ისიც აკეთებ მილიონი, სამ დღეში კი არა, თუ გინდა 22 ყველა რუსეთის ისა არის ეგრე, ანუ სოფლიოს მეორე არმია სამჯერ, 4ჯერ, 5ჯერ მეტი ხალხი უკვდებათ, მაგრამ ეგეთი ქვეყანა არის არ ენანებათ და ომობენ და არის კიდე რაღაცა უზუსტობები, რომელსაც შენაბო. პირველი რუსებს მობილიზაცია ერთ მომენტში დაჭირდათ მარტო, დანარჩენი 3 წელია საკონტრაქტოდ იომობენ, მაშინ როცა უკრაინაში პროსტა ქუჩაში ხალხს იჭერენ მობილიზაციისთვის, ანუ სამობილიზაციო ისა უფრო მალე უკრაინას ეწურება. მეორე ეს რაღაცა მილიონიანი დანაკარგები და რაღაცა რუსეთს და 50,000-იანი უკრაინას ეგ ხა ბოდო არის და ყველა რაციონალური ტიპი ხვდება რომ უკრაინელებს 50,000 კაცი მოუკვდათ და რუსებს 1 მილიონი ეგ რო ბოდო არის. არა 50,000 კაცი არ უკრაინის ოფიციალური განცხადება ეგეთი არის. ბევრად მეტი არ დაღუპული, თუმცა მე მგონი რუსი ძალებია მილიონამდე დაღუპული. არ არის მილიონამდე დაღუპული, ამერიკელების შეფასებით არის რაღაცა ყველაზე მაგარი 200-დან 400,000-მდე ამბობენ, მილიონს არ ამბობენ ამერიკელებს იმას. ეგ ერთი. მაგრამ ამ ყველაფერს კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც აქ აი რაც ხალხს უფრო უნდა აინტერესებდეს და ჩვენი თემა. ჩვენი თემა არის ეგეთი. საქართველოს ახლა ყავს 5 ბრიგადა. თუ არ მეშლება ჯამში აი საპოლიციო და ყველაფერი რომ დავაბჯამოთ ჩვენი სამობილიზაციო პოტენციალი თავის რეზერვიანა 35-დან ძალიან რომ გავიწელოთ 40,000-მდე ადამიანია რომელსაც შეიძლება რომ ხელში იარაღი მივცეთ. შენ თავდაცვლის და სასახადო პრობი ეგ არ გააღიზიანებს რუსეთს იგივე შენი გაჩნია რა მოსახედიდან გაჩნია რა კონტექსტი იქნება მაგაზე მივალ კაცო მე როგორც ბაზაც მელაპარაკო ერთსა შენ თუ მაგას ამბობ რომ მე ხა ნატოში შევდივარ ევროკავშირში შევდივარ და სამხედრო პოტენციალის დას ვიწევ ეგ ერთი კონტექსტია და მეორე არის იქ თუ ლაგდები რაზე ლაგდები როგორ ლაგდები მაგაზე ცალკე ვილაპარაკო კი ბატონო მე არ წარმომიდგენია დავაგებავს ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გარეშე თვითონ გეუნებიან მაგას. შენ გავიგე რომ არ წარმოგიდგენია მე შენ როგორ წარმოგიდგენია ეგეც საინტერესოა. ხო და მაგაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ეხა გეუნები შენ რაზეც მელაპარაკებია, შენ ხო ხარ პოლიტიკოსი, რამე რო იყოს, ხვალე შეიძლება სახელმწიფო რო შენი იყოს, ხო? ანუ შენ ამბობ რომ მე დავიწყებ ჯარის გაზრდას რუსეთი იქიდან რომ მკითხავს რომ შენ რას ჩალიჩო მეტყვი რომ მე ნატოში და ევროკავშირში წევრიანდები ეგ არის ჩემი გზა და ისენი რომ ამბობენ რომ რავი ხა უკრაინაში შევარდით მილიონობით ადამიანი გაიქცა მაგ ქვეყნიდან დავბომბეთ ეს თქვენი ჩვენიც მოკვდა იმეთის მოკვდა და ვომობთ და გვიღირს მაგაზე ესკალაცია რავი შენ თუ იგივე გზას აგრძელებ შენთანაც შემოვარდებით ეხა ეყოფა თუ არა რესურსი მოდი მაგაზეც გადავიდეთ ჩვენი მთელი სამობილიზაციო პოტენციალი თუ არის აი ზდი 40,000 და ჯარი არ აყავს აღჭურვილი არ აყავს წესიერად გაწვრთნილი ანუ შენ თუ გონია რომ რუსებს ეხა არ შეუძლიათ დამატებით კიდე რაღაცა 6-7 ბრიგადის შეკრება და ჩვენ მხარეზე გადმოსროლა რაც რაღაც 1-2-თან თანაფარდობას შექმნის უკვე და ჩვენ კავკასიონი როგორც ზღუდე გარღვეული გვაქვს ჩვენ მხარეს აქვთ მაგათ ბაზები და ჩვენი აი კიდე ერთი მომენტი იცი რატო აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორი სარდლობა აღმოსავლეთი და დასავლეთი იმიტომ რომ ობიექტურად ტიპები ხვდებიან რომ იმდენად ახლოს არის ჩვენ ძირითად და ფაქტიურად ერთადერთ სატრანსპორტო კორიდორთან აღმოსავლეთ და დასავლეთ შორის ომი რომ დაიწყოს ცხინვალიდან მაგის ბლოკირება ხდება და ის ჯარი რომელიც ყავს ეგეც კი ორად გაყოფილი გრჩება ანუ ობიექტურად ეხა სიტუაცია გვაქვს ისეთი რომ ვინმე თუ ეხა მე მეტყვის რომ მე ძალისმიერი სცენარის მომხრე ვარ მან ხვდები რომ ცოტა არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ არ აყვავს არავინ ვინ ჩვენ გამოიომებს, ჩვენი რესურსი არის ესეთი და ცუდად დამთავრდა წინაზე რო ვცადეთ, მაშინ იგივე თემა. ანუ მაშინ რო თქვით რომ აი ნატოში წევრიანდებით, რამდენიმე თვეში ტიპები შემოვარდნენ ტერიტორიები
უფრო მეტი აგვახიეს ვიდრე კონტროლ ქვეშ ქონდა. რატო არ ითვალისწინებ იმას, რომ საერთოდ სხვა კონტექსტი იყო? ეხლა კონტექსტი არის უარესი. მოქმედი ომი არ ქონდა ეხლა რუსეთისთვის უარესი. ეხლა არა. სხვაგანაა გადასხოლილი. აი სხვაგანაა. კონკრეტულ მაგალითს გეტყვი რა. ხო. აი თქვენ მხარეს რომ ძალიან გაუხარდა მაგალითად რომ აი მადურო მოიპარეს რა მაგრამ ოქისტეს ამერიკა მე იმიტომ გამიხარდა რომ აფხაზეთის აღიარების უკან წაღება. ეგ ბაზარი აქვს. მარტო მაგიტომ მიხარია. სირიის შემთხვევაშიც ტიპები ვინც საფხაზი და მაგას მუშაობ თვალშორ ჩვენ მაგრა აქტიური. კი, ოღონდ იქ ხა ვინც მოვიდა სირიაში, იქაც ისლამური სახელმწიფოს ყოფილი ტიპი არის და მან რამდენად დაალაგებთ მე ცოტა ეჭვი მაქვს, მაგრამ მაგ გადავდოთ, აი ნახე რა არის მნიშვნელოვანი მანდ რა. მაგალითად შეხვედრები იქნება სხვა შორის ძალიან. წარმატებები, შენ თუ იმას დაალაგებ რომ მან აღიარება უკან წაიღო პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად მე ვიქნები ადამიანი რომელიც ტაჟ დაგიკრავდა ვიტყვი რა მაგარი საქმე გააკეთა უბრალოდ ძალიან ეჭვი მეპარებ ეგ ერთი მაგრამ აი მე ვიქნები პირველი ვინც მოგილოცავ შენ რო ეგ გამოგივიდეს მაგრამ ეჭვი მეპარე ეგ ერთი მაგრამ მადუროს შემთხვევა რა იყოს მნიშვნელოვანი რატო გავიღვიძეთ ჩვენ სხვა სამყაროში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აძლევს ბრძანებას, რომ სუვერენულ ქვეყანაში, იმის მიუხედავად როგორია კაია, ცუდია, დემოკრატიული, არადემოკრატიული, სუვერენულ ქვეყანაში გაეროს და საერთაშორისო სამართლის წესდებით შევარდნენ ტიპები, იქ პრეზიდენტი მოიპარონ და კითხვაზე რატო ვაკეთებთ ამას, ცევს პასუხს, რომ ნავთობი გვინდა, პირდაპირ ამ ტექსტით. ეგ ნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართლის სამყარო, რომელზეც მათ შორის თქვენ ჯერ კიდე გადაწყობილი ხართ, ეგ დამთავრდა. დარჩა მარტო სამყარო, სადაც ყველა ამბობს, რომ აი მე ჩემი გავლენის ზონა მაქვს, მაგალითად ამერიკელები ამბობენ ეგრე, მონროს დოქტრინა, რაც იყო, მაგას აცოცხლებენ, ამბობენ, რომ ჩრდილოეთ ჰემისფეროს, აი ჩვენი გავლენის ზონა რაც არგუმენტსაც მე ახლა უნდა ეგ არის ჩვენი გავლენის ზონა, ჩვენი გავლენის ზონა. გეტყვი რატო არის ჩემი არგუმენტი? ვიომებთ და მაგალითად სხვაგან, სადაც სხვისი გავლენის ზონა არის. იქ ნაკლები ალბათობა არის, რომ ვიღაცა ტეხასელი ჯონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის რომ მოკვდება, მაგისი შანსი ბევრად მეტი იყო დაუშვათ 20 წლის წინ, როცა არსებობდა ილუზია, რომ საერთაშორისო სამართალი რამე ღირს, ვიდრე ეხლა, როცა საკითხი ისე არის დაყენებული, რომ ჩვენ უბრალოდ გავლენის ზონებს ვინაწილებთ და უკრაინის შეთანხმების ფარგლებში, რაზეც მიდის ეხლა ამდენი წელიწადზე მეტია, მე მგონი მიდის მოლაპარაკება, ხო? მაგ შეთანხმების ფარგლებში ჩვენ ყვებით სხვა გავლენის ზონაში ვიდრე არის აცმარისი ჰიპოთეზა ის მე გეუბნები რაზე მიდის მუშაობა ანუ რაზე ეხლა მე გელაპარაკები რაზე მიდის მუშაობა და შენ მეუბნები რომ აი მე მჯერა რომ რაღაცა ევროკავშირის მიდის მაგაზე მუშაობა შევდივარ კანდიდატ ქვეყანაში ევროკავშირის თურქეთი რამდენი ხანია კანდიდატი თურქეთი არ არის რელევანტური მაგარი თურქეთი საერთოდ იმიტომ იგივე ბევრად კონტექსტი იყო ბევრად უფრო მეტი შანსი აღარ უნდა თურქეთს თვითონ აღარ ბევრად უფრო მეტი შანსი აქვს თურქეთს გახდეს ევროკავშირის წევრი ვიდრე ჩვენ წლების თვითონაა გაყინული უარი თქვა შესრულებაზე ვალდებულებების აგერ რა ვიცი სხვა ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითად თურქეთს ბევრად რომელიც შევაუცებად იმიტომ სხვა გეოგრაფია საქართველოს ჩვენი გეოგრაფია და ჩვენი უნიკალური შემთხვევა არ გვაქვს იმისი შანსი რომ მან სომხეთის სწრაფ მაშინ მაგაზეც ვილაპარაკოთ და სომხეთზე უარესი გეოგრაფიაა კი სომხეთის სწრაფ სვლასაც ევროკავშირისკენ რომ შეიძლება აგერ უბიზომდოს ძალიან მალე იმაზე ბევრად ნაკლები დრო დაჭირდეს შენ სერიოზულად გონია რომ სომხეთი შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი იმიტომ ჯერა და იმიტომ გონია მე ამის, იმიტომ ჯერა მე ამის. სომხეთთან მიმართებაში ჯერჯერობით რაც ხდება ის არის ტერიტორიები რაც ქონდა დაკარგეს. მის მათ ტერიტორიები გარიყო. საერთაშორისო სამართლით როგორც ჩემი ტერიტორია არის აღიარებული, არ დაუკარგიათ არაფერი. აშინიან დღესაც ამბობს არაფერი ჩვენ არ დაუკარგია. საერთაშორისო სამართლით აღიარებული კი არისო, მაგრამ დე ფაქტო ის ხალხი მაგას ფლობდა. მე რომ მკითხო ეხა რომ მაგალითად ტაუკლარჯეს საერთაშორისო სამართლით ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ ტაუკლარჯეს რომ ვაკონტროლებდით, მაგრამ ფეხზე მკიდია საერთაშორისო სამართალი ძალიან კაი იქნებოდა რომ ვაკონტროლებდით. ამიტომ სომხეთმა ობიექტურად არის აღარ არის ეგ წესები. არა, მე მაშინ გეუბნები. ეხლა შეიძლება შემოყვე მაგას არ არის, მაგრამ ნახე, ეგ წესები დამთავრდა. ისევ და ისევ, მოდი ძამეული ლაპარაკ ეხლა მე ვიცი რა, შეიძლება გავაგრძელებ რა. ბატონო, მიდი. ზუსტად ეგ წესები რო არ არის. შენგან მე გავიგე ისიც, რომ აი არავინ შენ გამო არიომებს, რახან ეხლა შეიცვალა ეს ტეხასელი ჯონი არ ჩამოვა, მაგრამ აგერ მე მაქვს სტატისტიკა და შენ მოხალისეებს უზუსტობა, არა, თუ მოხალისეებს ცესალაპარაკობ, თუმცა ბევრი მოხალისეც არის, რა თქმა უნდა, ეგეთი ჩემი არგუმენტი არის.
არის სტატისტიკა 2022 წლიდან შენ ახსენე წერან და ეგ არ იყო ზუსტი სხვათა შორის არ არის სწორი რომ აი რაღაცა კრედიტი მისცეს კი ბევრი კრედიტიც გაიცა რომ აი ცოტა ხანი ფულს მოგცენ და შენ იყიდე ამით აგერ მაქვს სტატისტიკა უფასოთაც ძალიან ბევრი იარაღი მისცეს. კი ბატონო ხო მაგას მარტო მაგის ხსენება არა არ უარყოფ რომ არ გიხსენებია აქ მაქვს სტატისტიკა რომ აი მაგალითად ამერიკა თუ 2022-ში 23-ში 24-ში აი ციფრები არის 30, 40, 35 მილიარდი მიდიოდა უკრაინის თავდაცვისთვის, უკრაინის უსაფრთხოებისთვის, უკრაინის თვის რაღაცის ყიდვისთვის, ანუ საჩუქრად, ანუ military aid, რაც არის რეალურად და თუ აქ იყოფდა თანაბარზე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა და შენ ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გასულია ამ თამაშიდან. ახლა მე გეტყვი რომ 2025 წელს, როცა ამერიკის შეერთებული შტატების წილი ძალიან ქვევით ჩავიდა და აქ ვლაპარაკობ, ანუ არა ჰუმანიტარულზე, არამედ სამხედრო დახმარებაზე, ევროპამ შეავსო ეს მთლიანად და 30 მილიარდზე უკვე არის ასული და კიდევ ზრდის პერსპექტივით. ამიტომ ის რომ ტეხასელი ჯონი არ ჩამოვა შენც არიომებს და შეიძლება სანამ ევროკავშირის არავინ შენც არიომოს, რავი, კაცმა არ იცის რა იქნება, თუ ნატოს წევრი იქნება, თუმცა არ იქნება რავი, აქამდე არავის არ უომარ ჩვენთან და არც სახელმწიფოს დონეზე და არ გვინდა ეგ მაინც შევთანხმდეთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ტეხასელი ჯონი ვიეტნამში ომობდა მაგალითად, მაგრამ ტეხასელი ჯონი ვიეტნამში ომობდა, მაგრამ არც საქართველოში 2008 წელს და არც უკრაინაში იმ რა ქვია, ეხლა 2014 აი ხა ამერიკის სახელმწიფო ომი არ გამოუცხადება, ეგ არის ფაქტი. უკრაინა ეგ რო გამოუცხადება, მესამე მსოფლიო ომი არის ძალიან ჩვეულებრივი და უკრაინა მაგას გეუბნები და უძლებს და კიევი რო არ არის სამ დღეში აღებული, არის ზუსტად ამ დახმარებების გამსახურება, რასაც მე გიყვები. არა, დავამთავრებ რა. ნახან ბევრი ლაპარაკე შენ. დავამთავრებ ამას, რომ სანამ ევროკავშირში შევალ მე, სანამ ევროკავშირის ჩვენი წევრობა რეალისტური გახდება იმ კონტექსტთან გამომდინარე, რომ უკრაინაში ომი მორჩება. მანამდე უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ თუნდაც, აი სომხეთი აზერბაიჯანზე არის საუბარი. აზერბაიჯანმა რამდენი რაღაც გაუბედა ბოლო პერიოდში, სომხეთმაც, მაგრამ აზერბაიჯანმა განსაკუთრებით რამდენი რაღაც გაუბედა ბოლო პერიოდში რუსეთს. კი, მესმის რომ ნავთობი აქვს ბევრი. არა, თურქეთი ყავს. თურქეთი ყავს. ანუ მაგათ ყავს. კონკრეტული ვიღაცა, რომელიც ამბობს, რომ შენ რო ვინმე თავს დაგესხეს, მე ვიობ. ჩვენ არ გამარჯობა. ნახე როგორი რაღაცა არის, შეგიძლია რომ სომხეთი და აზერბაიჯანი რომლებიც ახლა ძალიან მშვენივრად ლაგდებიან ერთმანეთში, ტრამპმა ხელით ჩამოართვენა, ტრამპის დამსახურებაც არის სხვა შორის და დიწილად რა, რომ ეგენი ლაგდებიან ერთმანეთში და კაცმა არ იცის, მაგრამ დღევანდელი გეოპოლიტიკური განმოსახედიდან ეგ ეგრე არის. რომ ლაგდებიან ერთმანეთში ხელსართმევენ ერთმანეთს, თავდაცვის ბიუჯეტი ორივემ გაგვისწრო და 500 მილიონი არის დოლარი, რაც არის კატასტროფა, ვართ მაჩანჩალები და ხო თუ ეგ ძალიან ცუდი არის, უცებ გაღიზიანება შეიძლება მაგანაც გამოიწვიოს. მე ვერ ვხედავ იმას, რომ იქ თუ ევროკავშირისკენ ამედი ხარ ჯარი გააზლიერე, რუსეთს არ ჭირდება ეგ. რუსეთი შენთან შემოვა, ანუ რუსეთს არ ჭირდება, შენთან მოაწერა ტრაქტატ ცხელი 83-ში და 1801 ტრაქტატის რევიზიას არ ვახდე. უბრალოდ ანუ არ დაგიცვა, ის ვალდებულებები არ აიღო და შემოვიდა ანექსირება გაკეთა ეკლესიის ავტოკეფალიას გართმევდა. მამულ შენას საწმუნდებას ყველა ეტაპზე ებრძოდა შენთან 1920-ში შენთან მოაწერა ხელი იმას რომ გაღიარებ ნეიტრალიტეტი მიიღე 21 მაინც შემოვიდა რა იმ ფარგლებში რა ზუსტად საბჭოთა რუსეთის ფარგლებში რა უკვე რო ყალიბდებოდა ეს რესპუბლიკები და დღესაც რა რეალურად რა ესე ჰაერზე ნდობა რომ აიცი რა მე თუ ვეტყვი რუსეთს რომ ევროკავშირისკენ ამოდიო ჯარს ვაძლიერებ შეიძლება მაგანაც გააღიზიანოს რუსეთი და შეიძლება მაშინ უნდა გავჩერდეთ რა და მე ნამდვილად არ მიმაჩნია რომ უნდა გავჩერდეთ მიმაჩნია რომ და გზები მაქვს კონკრეტული თავდაცვის ბიუჯეტი მინიმუმ უნდა გავორმაგდეს დაეციოს ზებზე მაინტერესებს სომხეთის ზებზე მაინტერესებს მივდივარ სომხეთის დონეზე მაინტერესებს ანუ შენ თვითონ ამბობ რომ ჯარს თუ ვსდით რუსეთი შეიძლება გააღიზიან და შემოვარდეს ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება გააღიზიან შემოვარდეს უბრალოდ კონტექსტი უნდა გაითვალისწინოს სწორად სანამ უკრაინაში არის ომი ანუ ჩვენ ვერსად რუსეთი ვერ შემოვარდება იმიტომ რომ მობილიზაციის გამოცხადება მოუწია ამდენი ჯარისკაცი და კორეიდან ჩაყავს ჯარისკაცები რანაირად ეყოფა მაგის რესურსი რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა ერთხელ 2022 წელს როცა კრიზისი და მაგის მერე ვისაც დღემდე გაზრდებენ პავესტკებით ამ დღემდე მობილიზაცია მაგის მერე ბიჭო რაღაცა ხო არის ფაქტი უბრალოდ რომელსაც ამერიკელები და უკრაინელების რო აღიარებენ ეგეთ ფაქტი ხო არის რომ რუსული არმია რომელიც ომობს ეხა უკრაინაში ძირითადად უდიდესი ნაწილი 80% სადღაც შედგება კონტრაქტზე ყოფი ტიპებისგან რომელსაც პროსტა მოხალისედ მიდის ფულს აძლევენ და ეგრე ომობს. მაშინ როცა მოხალისედ რომ მიდის, მაგას ხშირად წერენ ხოლმე რუსები, რომ ვიღაცა მოხალისედ წავიდა, მაგრამ ეგეც სპეკულაციაა. მაგრამ ძალით არის ძალიან ბევრი კომპანია. შენ შეიძლება გჯერა, მაგრამ ობიექტურად რაც ეხა გვაქვს, რასაც იქით ამ ხარეც აღიარებს, მოდი შენ გჯერაზე არ ვიყოთ, ამერიკელები და უკრაინელები რასაც აღიარებენ, მაგას მივაწვით რა, ანუ
მტერი, რასაც ლაპარაკობს ამისი. მე ხო ეხა უფრო დასაჯერებელია, მით უფრო ომის პირობებში. შენ მითხარი, წეგან მითხარი, შენ რომ რუსეთმა 200-300,000 თუნდაც 200-300,000 და კიდევ მეტი დაკარგაო, ამერიკის დაზვერვა ამბობს მაგას და კაცმა არის ეგრე იქნება თუ არა. აი ესატო დაეჯერება და ისატო არ დაეჯერება. მე გეპირიქით, კაცო, მე გეუბნებოდი რომ შენ 100,000-ობით დანაკარგი ქონდა. აი ნახე, იგივე. შენ ამბობ რომ მილიონამდე დაკარგაო. მე გეუბნები რომ რა რისიც უნდა დავიჯერო. სხვა მონაცემები არის. სხვა არ არის ეგ მონაცემები სწორი, იმიტომ რომ ამერიკის დაზვერვას ეგ ვერ ითვლება ომში ვერასდროს ზუსტად ვერ ითვლება ომში. აი და მაინდა-მაინც უკრაინის ვერ მაინდა-მაინც პლუსში რატო არის? მე გეუბნები მინუსი არის. თუ ვერ ითვლი, მაშინ ვერ ითვლი 100,000-ობით, რუსეთისთვის 100,000-ობით დაკარგა. ისევე როგორც არის ძალიან დიდი დანაკარგი. ისევე როგორც უკრაინამ დაკარგა 100,000-ობით ჯარი. ხო, კი ბატონო. რუსეთის ინიცირებულ ომში. ეხლა გეტყვი მე მანდ მნიშვნელოვანია. გზებზე გეკითხები, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო. შენ რასაც მელაპარაკები, მაგისი ვარიაციებით სამი მთავრობა ყავდა უკვე, აი რაღაცა. ევროკავშირი, ნატო. როდესაც მაგას მივყვებოდით, კონფლიქტები მოხდა. არ ჭირდება ევროკავშირიდან ნატომ კონფლიქტებს 93 წლის მაგალითს გეუბნები. ეგ 99 წლის კონფლიქტს გეუბნები, ან კონკრეტული ულტიმატუმი იყო, არ გავითვალისწინეთ, მოხდა ომი და მაინც ეგ ულტიმატუმი გაგვეთვალისწინებიეს. ეგეც იყო, რომ ჩვენ ალიანსში შემოდით, სხვის ალიანსში რო არ მოხვდეთ. მაგრამ ეხა არის მნიშვნელოვანი მომენტი. რატო ვერ უკაჩავს პროდასალური ფლანგი ოცნებას? ეგ საკითხია სინამდვილეში, რაც ხა. საკითხი დადგა ესე, რომ ოცნება ამბობს, რომ აი მე ეხლა რომ არ ვაღიზიანებ თუ რას ვაკეთებ თუ რაღაცა. ოცნება არაფერს არ აკეთებს რეალურად. ოცნება მაგას ამბობს. მე ხوار ამბობ რას აკეთებს, მე რას ამბობს. ოცნება ამბობს, რომ აი მე ეს რაღაცა პრაგმატიზმი ეს სხვა რაღაცაა. პრაგმატული პოლიტიკა ლაპარაკო ძალის პოზიციიდან. მე რომ პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებ, ამით ომი არა გვაქვს და მეორე ფლანგი პროდასალური ფლანგი, რასაც ლაპარაკობს მათ შორის შენ, ვარიაციებით. ეგ თავის-თავში გულისხმობს რას? რომ მოდი უკრაინის ბედი გავიზიაროთ, იმიტომ რომ მე რო ეხა შენ გისმენ ეხა რომ აი რამდენი იარაღი მიაწოდეს უკრაინას. მანდ არის ეგეთ კითხვა მაქვს, ხო? აი ჩვენთვის რომ მაგდენი იარაღი მოეწოდებინა, თქო უკრაინასთან რა შედეგის დადგა, იგივე შედეგი დამდგარიყო. ანუ უბრალოდ კოპირება რომ გავაკეთოთ ეხლა ანუ რატო არ შეიძლება ეგრე საკითხის დაყენება ანუ სხვადასხვა შენ ამერიკა რაღაცა პეტრიოტების სისტემებს გაწვდის ოღონდ არ შემოდის აქ რუსეთი? კონტექსტია სხვა. რუსეთი აქ ისევე შემოვარდება როგორც შევარდნილია უკრაინაში ერთი, იმიტომ რომ ადრეც გაუკეთდა. უკრაინაში ომით არის და ერთადერთი მოკლედ შენი ლოგიკის ერთადერთი ის არის რომ შენ გჯერა რომ ეხა რუსეთი დამატებით 70,000 ადამიანის მობილიზებას ვერ მოახდენს, გაუგებარია რატო და ვერ შემოვა საქართველოს სანამ უკრაინაში ომი. აქვს მთელი რესურსი, მთელი რაღაც 100,000-იანი დამატებითი დაჯგუფების მობილიზებას მოახდენს 9 წლის მანძილზე, იმიტომ რომ მაგათ ეხა საყოველთაო მობილიზაციის კარტი არ გამოუყენებიათ ჯერ უკრაინამ რაც გახარჯა და მე რაღაცა 66-ე მობილიზაციის ტალღა აქვს, ამათ ეგ ერთხელ გამოიყენეს ისიც ყოფილი სამხედროების მიმართ და ის მომენტი რომ აი უკრაინაში ის მომენტი აი გააფორმეს მოხალისეები ყველა ვინც მობილიზაციაში რუსებმა წაიყვანეს ის ტიპები, ვისაც მანამდე სამხედრო სამსახური ჰქონდათ გავლილი. ის მომენტი, რაც უკრაინაში ხედავთ, რომ ვიღაცა ტიპებს ქუჩაში იჭერენ და ტენიან მარშრუტკაში, ეგ რატო წარმოგიდგენია, რომ ექსვლა რუსებს არა აქვთ. ანუ უკრაინას შეუძლია, რომ პროსტა ხალხი ძალით ტენოს და რუსეთ პუტინს არ შეუძლია, როცა ეხა ფულით აწარმოებს ძირითადად საკონტრაქტო. ექსვლა მაგათ აქვთ, ამიტომ მაგათ აქვთ ის პოტენციალი, რომ კიდე 100 და 200,000-იანი ჯარის შემადგენლობაც იმასთან, იმიტომ რომ გეუნები არენანებათ მაგათ მაგ საქმისთვის ხალხი და ამიტომ ვადოს განცხადება, რომ რუსეთს ეხა აღარ აქვს მაგისი რესურსი, მარტო მაგაზე თუ არის ეხა ჩვენი უსაფრთხოების თემა, მაგას გიხსნი, რომ ოცნება მაგას აყენებს, რომ ბიჭო, მე ეხა როგორც ვიქცევი, ომი ხო არა გვაქვს. იგითა ფლანგი, რასაც ლაპარაკობს, გარანტირებული გვაქვს უკრაინის შედეგი. მე ვერ დავინახე შენ რას თავაზობ. სად აი
კი ბატონო. ოკეი, აი რას მთავარ? ოკეი, ძალიან მაგარი. ანუ გავჩერდეთ? არა, ერთი წამი, ისედაც მოწყობები იყო, თუ შენ მაგას ითვალისწინებ. ერთი წამი. ძალიან კაია. ოღონდ ძალიან კაია, მაგარია. მაგრამ იმას თუ ეს დამაცადე ლაპარაკი რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ლაპარაკი. თუ ეს რაღაცა თუ გავარკვიეთ, რომ აი მარტო შენი ვერ შემოვლენ კაცო თემაზე არ ვიქნებით და თუ პრაგმატულად შევხედავთ, მაგიტო არის რომ საქართველოში ოცნება არის დღეს და სანამ მაგ კონტექსტში გაგრძელდება რომ ხალხი უყურებს რომ მეორე მხარეს ეგ შინაარსია რომ უკრაინის ბედს გავიზიარებთ, ოცნება იქნება სულ. მე მაინც ვერ მივხვდი. შეტენილი გვაქვს ეგ თემა ბოლომ. მე მაინც ეხა თუ გინდა ვილაპარაკოთ, მე მაინც ვერ მივხვდი. რა ვარიანტები? ეხა მაცადე, გეხვეწები რა? აი, ეხა მე ხუთი წუთი ხმას არ ამოვიღებ. 5 წუთი რატო გაქვს? მე 10 წუთი მე მგონი არ ვიღებდი ჯაშ, მაგრამ კაი. მოდი, 10 წუთი არ ამოვიღებ ხმას. ხო, მოდი, იცი რა არის? ობიექტურად რომ დასრულდეს ეს ეთერი. ბადოს რო არ ქონდეს პრეტენზია და მის მხარდამჭერებს რომ არ ქონდეს პრეტენზია. რამდენი ხანი არ ვილაპარაკო მითხარ? 1 წუთი, ბადოს რომ არ ქონდეს პრეტენზია შემდეგ რომ არათანაბრად გადანაწილდა დრო, დაიწყე. ნახევარზე 11-ის ნახევარზე ეთერს ვასრულებთ, გაითვალისწინეთ. მეტი კითხვის დასმა აზრი არ აქვს, როგორც ხვდები, იმ კითხვების რომელიც გადმოგზავნილი იყო ორივე მხარესთან. დაიწყე რისი თქმაც გსურს, ეგ ჩამოაყალიბე. შემდეგ არ ვიცი რა კითხვათ დაუსვი რას ვთავაზობო, ამაზე პასუხი თუ გაინტერესებს, ეგეც მოვისმინოთ. და ბოლო კითხვა, რომელიც პროგნოზია სამომავლოდ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის მხოლოდ ამ კითხვაზე პასუხისთვის დავიტოვოთ თითო წუთი და ამით შეგვიძლია დავასრულოთ, მაგრამ ახლა შეგიძლია რომ დაიწყო და შენი საქმე სრულად გააჟღერო. ხო, იცი, ბევრ რაღაცას შეეხე და თუნდაც აი, ნახე, მე ვერ მივხვდი მაინც საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი შენ რასაც საუბრობ, ანუ ბოლოსაც მე ვერ მივიღე მაგაზე პასუხი, ვერ მივიღე არგუმენტი იმისთვის, საითკენ მიდის ეს ყველაფერი. აი ძალიან ესეთ მაგალითს მოგიყვან რა, ქუჩის ჩხუბის, რაც ყველას გამოუცდია ბავშვობაში. შენ ვიღაცამ, აი, გადაგიარა თავზე ქცემა და არანაირი გარანტია არ გაქვს იმის რომ მიხვალ თავს დაუხრი და ბოდიშს მოუხდი. ისევ არ ქცემს არ გადაგივლის, იმიტომ რომ ნუ რუსეთია რა. შენ იმასაც ამბობ და მე მგონი არ უარყოფ შენს მაგას რომ ევროკავშირისკენც რო არ წახვიდე და ჯარი რო გააძლიერო, შეიძლება მაგანაც გააღიზიანოს ეგ და ეგ და სულ შეიძლება გააღიზიანებული იყოს და შენ ვერ გაჩერდები. რა ჯობია შენთვის რომ ერთი ჩხუბიდან მეორე ჩხუბამდე კი არ მიხვიდე, მე მეორე მისვლამდე მასთან. კი არ მიხვიდე თავდახილ ბოდიშს მოუხდა და მაინც გაგიგდოს სიხქვეში. არამედ მიხვიდე ან დიდ ბიჭებთან ერთად, რომლებიც კი შეიძლება მანამდე არ მოყვებოდნენ, მაგრამ ახლა გაჩნდა ეგ რაღაცნაირად იმის რესურსი, რომ წამოყვნენ ეგ დიდი ბიჭები. ან შენ მოემზადო ფიზიკურად უფრო კარგად, შენ მოემზადო ამ ჩხუბისთვის უფრო კარგად. ეს ორივე რაღაც შეიძლება რომ მოხდეს და მე მგონი ყველას გამოუცდია ეს ცხოვრებაში. და იქით დაუჩაგრავს კიდეც ჩაგვრელი, რაც რუსეთი არის ჩვენთვის ისტორიულად. ახლა რაზე მინდა კიდევ რომ გადავიდე რა? რომ გზას, იმიტომ მე რაღაცა მე მაინც ვცდილობ რომ დავინახო რეალისტური გზა, როგორ ვინარჩუნებთ თავაწელ მშვიდობას და როგორ ან რაღაცა ეს ხო ესე არის, მშვიდობა არ ნიშნავს სისუსტეს. მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს ჩმორობას და მშვიდობა არ უნდა ნიშნავდეს რომ ერთ ადგილას ვიყოთ გაჩერებულები. მე შენი საუბრიდან გამომდინარე, რასაც უყურებ, ხედავ რომ ვიცი რა, ჩვენ უნდა გავჩერდეთ, ანუ არც აი ბოლოს ეგეც დავიჭირო, შეიძლება რომ არ ჯარი იმას ვქნათ, გავაძლიეროთ, რომ შეიძლება გავაღიზიანოთ, არც ევროპაში, ნატოსკენ არ ვიაროთ, რომ მაინც ვერ გავწეროთ, მაგრამ როცა ძალიან სწრაფად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გვეუბნებიან, რომ 2030-ში, 32-ში, 27-ში არა. შეიძლება რომ გაწევრიანდე და არის შანსი, არა 90-ში არა. შეიძლება რომ გაწევრიანდე. შეიძლება რომ ეს გზა და არის რეალისტური რომ დაჩქარდეს ეს ყველაფერი, რომ ყველა რაღაცა ეს რეკომენდაციები მოლაპარაკებები შეასრულო 2-3 წელიწადში არის მაგის რესურსი, რომ შეხვიდე გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. რა ვიცი, მე ვერ ვხედავ გზას, მე გზას ვხედავ იქ და ჩემი სტრატეგია და გეგმა რა ჩვენ პროგრამაში არის ძალიან კარგად გაწერილი და ეს არის რაღაც ნამჯელი ბევრი თავდაცვის ექსპერტთან ერთად, ბევრი უსაფრთხოების ექსპერტთან ერთად და ეს არ არის ის ხალხი, ეს არის ბევრი ჩვენთვის პატივსაცემი ხალხი, ბევრი ადამიანი, ვინც რაღაც უშუალოდ იღებს მონაწილეობას და ბევრი ადამიანი არის სხვა შორის საქართველოსთან წასული საერთოდ, ვინც უნდა ჩამოვიდეს და კარგად უნდა შეისწავლოს რუსეთის მისი რაღაც თუნდაც დაზვერვის მხრივაც, თუნდაც რაღაცა შესწავლის მხრივაც, თუნდაც რაღაცა კონტრდაზვერვა, ბევრი რაღაცის მხრივ შეიძლება ძალიან ბევრი რესურსის გამოყენება რა, რაც გაფანტული არის თემ სოფლიოში დღეს საერთოდ არ მუშაობს ეს ყველაფერი. და ნახე როგორ რაღაცა არის, მე მაგას უყურებ ესეთ გზას რა, რომ კი ის არგუმენტი გავიგე შენგან რომ აქ შეიძლება ნებისმიერ დროს გამოყოს 70-80,000 კაცი და აქაურობას შემოუტიოს და გადაუაროს. ხო, კი ბატონო.
ანუ ეგ ყველაფერი შეიძლება ეგრევე რომ თქვა, მაგრამ გვაქვს ესეთი რეალობა, რომ რუსეთი არის უკრაინაში ომით დაკავებული. მე ვიცი ის რეალობა პირადად ბევრისგან გაგებული, რომ ის მარშრუტკების შეტენვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რუსეთშიც იყო რეალობა, იქ აფორმებენ რომ მოხალისეობრივად კონტრაქტით წავიდა, თუმცა ძალიან ბევრი ისე მიყავთ გამოცდილები კი არა, სტუდენტები ბიჭები და ახალგაზრდა ბიჭები მიყავთ. არა, როგორ არა აქვს კაცო მნიშვნელობა. იქ მობილიზაცია, რაზეც აი შენ ვთქვი 2023-ში გამოაცხადა, დღემდე გრძელდება და დღემდე მისდით ეს ხალხს და ზელენსკის თუ შეუძლია, პუტინსაც თუ შეუძლია, უკაცრავად. არა, მე არ მithქვამს, რომ პუტინს არ შეუძლია. მე ვამბობ, რომ პუტინი ზუსტად აკეთებს მაგას და პუტინი რეალურად იყენებს იმ თავის რესურსს მთლიან და გადასროლილი ყავსში და იმიტომ იმატებს იმ კორეელებს და იმიტომ იმატებს კენიელებს, ხო არ დაჭირდებოდა იქ რომ მობილიზაციური რესურსი ქონდა, შენ მით უმეტეს რომ ამბობ, რომ არ ენანებათო ეგო. ამის გათვალისწინებით მე ვთავაზობ ქართულ სახელმწიფოს გზას, რომელიც აბსოლუტურად ემხრობა მშვიდობის პოლიტიკას, მაგრამ არა გაჩედების პოლიტიკას, რომ შენი სუსტი ჯარი დღეს აღარ არის ისე, რომ როგორც ძველად იყო ლექსებში და ლექსებს აუცილებლად დაუბრუნდები ერთ კარგი მაგალითი მინდა თქვა ბოლოსკენ და როგორად იყო ძველ ლიტერატურაში ძველ თქმულებებში, არა მარტო ლექსებში, იცი როგორ რაღაცა რომ ვაშკაცსა გული რკინისა, აბჯარით უნდა ცხისაო. დღეს ეგრე არ არის რა რეალურად რა. შენ აბჯარით უნდა გქონდეს რკინის დღევანდელ მსოფლიოში, რეალურად უნდა გაძლიერდეს ამისთვის შენ არ უნდა გაჩერდე ერთ ადგილზე და როდესაც შენ ხედავ რომ აზერბაიჯანი და სომხეთი გაძლიერდა თავის თავდაცვა გააძლიერა თავდაცვის ბიუჯეტი აწია მიხვდნენ რაღაც გაკვეთილებზე ისწავლეს იქ რუსეთი რაღაც მომენტში აღიზიანეს კიდეც საკმარისად თუნდაც შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტის დიდ თუნდაც რუსების დააჭერით იქ რუსული გავლენების შემცირებით მაგრამ რეალურად ამას ომამდე იქ არ მეუყვანია თან იმის გათვალისწინებით რომ სომხეთში დგას დღემდე რუსული ბაზა და ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ რაღაც გამოიწვიონ თუმცა ძალიან დაკავებულები არიან უკრაინით და ამას მაგალითები გვაჩვენებს ამას ჩემი თეორია კი არა ჩვენს უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია რომ ვიფიქროთ რეგიონულ ალიანსებზეც შენ რომ მეუბნები რომ ეს ყავსო რა ქვიაო თურქეთი ყავსო აზერბაიჯანსო შეგვიძლია რომ ერთმანეთი ყავდა შეგვიძლია რომ რაღაცა პოსტ საბჭოთა ქვეყნებთან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან რაღაცებზე ვილაპარაკოთ და აქაც მეზობლებთან სომხეთთან და აზერბაიჯანთან თურქეთი კიდე ცალკე თემაა სომხეთ და აზერბაიჯანთან ხედავ ამის რესურსს რომ რაღაც საერთო ინტერესი დაინახო და რაღაც რეგიონული ალიანსი გააკეთო გაზარდო შენ თავდაცვის ბიუჯეტი გააორმაგო პირველ ეტაპზე გაზარდო ჯარისკაცის ხელფასი და ძალიან მნიშვნელოვანია და მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას და მეტ ადამიანს რაღაცნაირად უბიძგებს იმის კერო ჯარში წავიდეს სავალდებულო ჯარი ამ ფორმით კი არ ქონდეს რეზერვი იფიქრო სამხედრო წარმოების განახლებაზე და აღდგენაზე იფიქრო ეკიპირებაზე იფიქრო შეიარაღებაზე და ეს შეიძლება რომ გააკეთო შენი შიდა რესურსითაც იფიქრო რაღაცა სხვადასხვა თავდაცვის საშუალებების წარმოებაზეც ბევრი რაღაც ის რეალურად რა იმიტომ რომ ძალიან რთული სიტუაცია მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ჯარისკაცები ძალიან ვაჟკაცები არიან და პირადი შემადგენლობა მყავს ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნებების მხრივ ძალიან ცუდი რაღაც ხდება მომზადების მხრივ და ეს ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ამასთან ერთად სანამ იქ ომი არის და ვითვალისწინებთ იმას რომ ხო აქ არის რაღაც ფანჯარა სამწუხაროდ ომით არის ეგ ფანჯარა გამოწვეული სანამ იქ ომი არის გამოვიყენოთ ის შესაძლებლობა რომ ჩვენზე გავიც არა ჩვენ აგვიაროს და ოცნების პოლიტიკას და ამ რაღაცა თავდახულ გაჩერებულ პოლიტიკას მივყავართ იქამდე რომ ზანგეზურის კორიდორზე გადის რეალურად ეხლა შეიძლება გავიდეს ეს დერეფანი და საქართველოზე არა პირიქით ჩინური ინტერესი ჩინეთმა შეიძლება დაინახოს აქ ინტერესი იმიტომ რომ ცალკე მოთამაშეა და მე არ აგვიქვია რომ რუსეთთან ერთად მოთამაშეა ის იქ ბევრი გავლენა რა თქმა უნდა ყოველას საშიში არის თუმცა ჩინური ინტერესი იყოს ევროპული ინტერესი იყოს იმ ხრივ რომ ანაკლიის სპორტი გაკეთდეს და შენზე გავიდეს ყველა ტვირთი და ესეც იყოს ანაკლიის სპორტიც იყოს ერთ-ერთი რაღაცნაირად გარანტი შენი უსაფრთხოებისა შემოიცა ამერიკული ინვესტიციები სომხეთმა შეიტანა აგერ ამერიკული ინვესტიციები Nvidia-ს უდიდესი ქარხანა გახსნეს პალანტირის უდიდეს რაღაცა დატაბეის აკეთებენ ეგრეთ წოდებულს და რაღაცნაირად აძლიერებენ იმ გარანტიას რომ იქ არის რაღაცა ამერიკული ინვესტიცია არის სერიოზული ფული ჩადებული არა მარტო ის ჩინური ინვესტიცია შეიძლება შემოვიდეს რომ ყველანაირად შენ შეიქმნა თუნდაც ენერგო უსაფრთხოების მხრივ ენერგო რესურსის გამოყენების მხრივ რაც შეიძლება მეტი რომ გაჩნდეს ჰესები ამ ქვეყანაში რა თქმა უნდა იქ ხშირად არის ხოლმე პრობლემა მოსახლეობას შეთანხმებას თუმცა ესეც უნდა მოხდეს შეთანხმებაც უნდა მოხდეს და ბევრ ადგილას უნდა გაჩნდეს ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ ეს ენერგო რესურსი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შუადერების რესურსი უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საინვესტიციო რესურსი და ამასთან ერთად სანამ არის ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ ის რომ გავზარდოთ ჩვენი თავდაცვა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი და ამას თუ გავაკეთებთ მინიმუმ ის აგერ უკრაინაში რაც დავინახეთ რა ბევრად დიდი არმია რუსეთის ვიდრე უკრაინის უკრაინა არამზად არმიად მიიჩნეო და ბევრად დიდი არმია ხო ეს ხა ცალსახა არის რა წინააღმდეგობა გაუწიეს იმ დახმარებებითაც და ღმერთმა დაიფაროს მართლა ანუ ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენთან არ უნდა მოხდეს უკრაინული მონაცემები 1,200,000-ია უკრაინული არმია და აქტიური 700,000-ია რუსული უკრაინის ტერიტორიაზე ხო დროში დაასრულა შენი საქმე ვაცალოთ დავამთავრებ
გაუწიეს ეგ წინააღმდეგობა და ჩვენ უნდა შევქმნათ ის რესურსი მაინც, რომ რუსეთს ესე რომ მოეპრიანოს და შემოვიდეს და ეგ არ არის მარტო განპირობებული ევროკავშირის და ნატოს მათი რაღაცა. ეგ როცა მოუნდებათ შეუძლიათ ეგ მაშინ გააკეთოთ, იმიტომ რომ ეგეთი ბოროტი ძალა არის, ანწუხელის მკვლელი ძალა არის და ნებისმიერ ისინი ებრძვიან ჩვენს მამულსაც, რომლის 20% ოკუპირებული ჩვენს ენასაც, რომლის წარქმევას ცადეს უკვე 78-ში, ჩვენ სარწმუნოებას ეკლესიას გვიღებენ, ავტოკეფალიას გვართმევდნენ, ჩვენ ენაზე წირვას არ ატარებდნენ. ანუ ამის ინტერესი აქვს რუსეთს რეალურად და შენ კი არ უნდა გაჩერდ თავი კი არ უნდა დაუხარო და კი არ უნდა აი წენა რა მაგალითს მოგიყვანე რა რომ მიხვიდე და კიდე აცემინო თავი ეს თავდახრილად და თავდახრილი მშვიდობის პოლიტიკით. თავაწეული მშვიდობის პოლიტიკას უნდა მიმართო რეალურად რა. შენ უნდა გააკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ აქ გაძლიერდე, შენი ეკონომიკური პოტენციალი სრულად გამოიყენო, შენი თავდაცვის პოტენციალი სრულად გამოიყენო, გაზარდო ხარჯი რეგიონში დაულაგდე მოკავშირეობაზე და რა ძალიან თავისუფლად შესაძლებელი არის სომხეთი აზერბაიჯანის კონტექსტიდან გამომდინარე რაღაც პარტნიორობას დაულაგდე და უკვე ასე დაუხვდე იმ პერიოდს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრდება, რუსეთი ამ სიგიჟეს, ეს სიგიჟე იმედია რუსეთმა უნდა დაამთავროს ეს, იმიტომ რომ უკრაინის ბრალი ეხა რომ იქ უკრაინულ კორპუსს რუსული ბომბა ხვდება, რაც მე არ მგონია რომ ეგრე იყოს. რუსეთი ესვრის მაგ ბომბებს ზუსტად იმ კორპუსებს, სადაც ხალხი ცხოვრობს. იმიტომ რომ რუსეთი არის ბოროტება. არა, ხო, კი ბატონო. ნუ უკრაინის ომის დამთავრების შემდეგ, როდესაც რუსეთი აღდგენაში იქნება ამ ყველაფრის და მე მჯერა მაინც იმის, რომ ის მის მიზანს, რომელსაც 3 დღეში ვერ მიაღწია, ვერც 65 და 5 წელში ვერ მიაღწევს, კიევს ვერ აიღებს, ნუ ხო, უკრაინის დამორჩება დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია. დღემდე ეგ რჩება მიზანი. კიევის აღებას ნატო რო იყოს მთავარი მიზანი, უკრაინას ქონდა რაღაცა სხვადასხვა მოსაზრებები ნატოს, მაგრამ არ აჩერებენ ამ ომს. იქ ხელშეკრულებაში შესთავაზეს, მაგრამ არა ტერიტორია უნდათ, მაგათ უნდათ ხალხის გარეშე ტერიტორია, რუსებს უნდათ ეგ რომ გაანადგურონ იქ რაც ხდება და ტერიტორია დაითრიონ და ეგ არის რა რომ როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩვენ ყველანაირად მზად ვიყოთ იმისთვის, ჩვენი ევროინტეგრაციისთვის, ჩვენი ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ჩვენი თავდაცვითი გაძლიერებით, რომ ევროინტეგრაციის ყალობ, ანუ ევროინტეგრაციის მხრივ რა, თუ შენ შეხვედი ევროკავშირში, მე მგონი თანხმდებით იმას, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არასდროს არ ყოფილა ომი, რომ ევროკავშირი შენ გიკეთებს ფარს, კი სანამ შენ ხოლმე გაძლიერდე, უნდა გქონდეს შენ თავდაცუნერები, თუმცა შენ გაქვს ფარი, როცა ევროკავშირის წევრი ხდები, რუსეთი შენ თავს ვეღარ დაგესხმება. ფინეთზე მე ვერ დაგეთანხმები, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყანა ძალიან ხშირად იმუქრება რა რეალურად რა. თუმცა ევროკავშირის წევრი შენ თუ გახდი, რახან ევროკავშირს აქვს თავის კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმი, რახან ევროკავშირს აქვს თავისი რაღაცა უსაფრთხოების გარანტიები და მექანიზმები მოყვება, შენ რუსეთი თავს აღარ დაგესხმება, ზუსტად იმიტომ არ უნდა რომ შენ შეხვიდე ევროკავშირში, რომ თავს ვეღარ დაგესხმება მაგ სიტუაციაში. ეს არის გზა რეალურად ჩვენასაც ვთავაზობთ საზოგადოებას, ეს გზა არ გადის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, იმიტომ რომ ისინი გთხოვენ სანაცვლოდ იმას, რომ აი აღიარე აფხაზეთის სამაშაბლო ან რაღაცა კონფედერაცია შემოდი, რაც ისევ მე დამაზიანებს, მე არ მინდა რომ მე დავზიანდე, მე არ მინდა რომ თავი დაუხარო ანწუხელიძის მკვლელს, მე ვხედავ, რეალურად რო ვერ ხედავდე რაღაცა აი ბოლოს ვიტყვი თუ შეიძლება რო ვერ ვხედავდე ერთ კონტექსტში რუსეთს და ომს, აი როგორ უნდა ვიყო, იცით, აი კაიროში ჩახო პირამიდებს შეხედავ, კაიროს ვერ დაინახავ რა რეალურად. აი ეგეთი რაღაცა არის, აი ძალიან ესე ჩანს რა, რუსეთი, რომ რუსეთთან დაახლოებას მოყვება ომი აუცილებლად რა. ეგ არის. შენ დასავლეთისკენ წასვლას და შენ შიდა გაძლიერებას მოყვება მშვიდობა. მშვიდობისკენ არის ჩვენი გზა რეალურად. კი ბატონო, 10 წუთი ცოტა მეტი გავიდა. ეხლა შეიძლება რომ ვილაპარაკო ალბათ სინამდვილეში 10 წუთი ეთერის დასრულებამდე არც კი. დაახლოებით 3-4 წუთი იმისთვის, რომ პასუხი გასცე და ასევე შენი პოზიცია ჩამოაყალიბო და შემდეგ ორი დონაცია ისიც უნდა წავიკითხოთ და ბოლო 1 წუთი საქართველოს მომავალს როგორ ხედავთ? კაი. ქუჩის ჭხუბი ახსენე და მოდი ქუჩის ჭხუბის ლოგიკით აგიხსნი სინამდვილეში როგორ არის. აი ვიღაცა ტიპი არის და მეორე ტიპი არის, ერთმანეთში აქვთ კონფლიქტი. და პირველ ტიპზე აბობ რომ ჩემი ძმა არის, მე მაგასთან ერთად ვარ. ის მეორე ტიპი, ვისაც მაგასთან კონფლიქტი აქვს. მოდის შენ და მაგის ძმაკაცი რატო ხარ და გცემს. და ის პირველი ტიპი რო ეუნები რომ ბიჭო, შენთან ძმაკაცობა რომი და მაგიტომს და ბიჭო ეს რა მოქსული აღშფოთებულები ვართ. ანუ საჩხუბრად კი არ მოყვება ის ტიპი, ვისთან ძმაკაცობის გამოც ის ტიპი გცემს მეორე. ის აღშფოთდება ხოლმე. ეგ ერთი ქუჩის ჭხუბი. ეგ აქამდე იყო ეგრე. ეხლაც ეგრე არის. იმიტომ რომ არავინ უკრაინასთან ერთად ომს არ აცხადებს. ეხლაც ეგრე. ფულს აძლევს ძალიან ბევრს. ფული 50 მილიონი დოლარი. კაი, ანუ ვიღაცა ტიპი გცემს და ის გვეუბნება რომ როგორ გაგლახა, როგორ ახაშენოთ. ესეც ცემს რა, წინააღმდეგობას უწევს და არაცემინებს თავს, არაკოლევინებს თავს. აუ, როგორ გცემს, როგორ ახაშენ დანა, მიდი დაარტყი. თვითონ არ ჩხუბობს შენთან ერთად. ობიექტური რეალობა ეგეთი არის. ეგ ერთი. მეორე. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია რა, ეხლა შენ რაც ილაპარაკე, ეგ რო რაღაცა იმაში სისტემაში მოვაქციოთ, გამოიყურება ეგრე რომ
რუსეთთან ესე მოიქცევი თუ ისე მოიქცევი, მაინც ომი გაქვს. ამიტომ უნდა შეასწრო, რომ ომი უნდა შეასწრო. გავიგე ბატონო. ოღონდ ობიექტური რეალობა არის პირიქით. რუსეთთან ვინც ალაგებს, მაგალითად, ბელორუსი იქნება თუ უკრაინა 2014-მდე, ეგენი არიან ომის გარეშე და ვინც იმ პირველ ტიპთან ძმაკაცობის მოტივით რაღაცა აქმედებებს ახორციელებს, იმას აქვს ომი. ანუ შენი გზა რუსეთთან დავაგება, ანუ ერთ წამ. აი ეგ მაინტერესებს. მე ჯერ ობიექტური რეალობის აღწერის გარდა არაფერი არ გამიკეთებია. ჩემი აზრით პრობლემა იმაში არის, რომ აი ეს რაღაცა ნაკადი ცნობიერების, რომელიც იღურება, მაგის სტრუქტურირება თუ არ მოხდა და ხალხმა რეალურად არ გაიგო, რომ ნატო ევროკავშირს ყვირი ვართ, მოფრინავს ბომბი, ნატო ევროკავშირი შემაგივრად არ ომობს. რამდენიმეჯერ სხვადასხვა ქვეყანამ ჩვენი პოსტსაბჭოთა სივრცეში ცადა ერთი და იგივე შედეგი დგება. ეს ის კი არ არის კაია ცუდი, ეს არის რასაც ხდება. ეხლა მე რომ აქ 2 წუთში თელ სტრატეგიას ვერ ჩამოვაყალიბებ, მაგი შემილია გითხრა რომ ფაქტია, მაგრამ მე შემილია საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე გითხრა, მე როგორ ხედავ რა შეიძლება გაკეთდეს. რა, იმიტომ რომ საქართველოში ხო არის დავით აღმაშენებლის მაგალითი, დიდგორის მაგალითი. მაგრამ არის კიდე მეორე არანაკლები მეფე რო ყავდა, ეგ არის გიორგი ბრწყინვალე. ანუ მისი ოჯახის წევრი წინა მეფეებზე ვამბობ. დემეტრე თავდადებული მონღოლეთში რო ჩავიდა, თავი მოაჭრეს. ანუ პირადული მაგას არავისზე ნაკლები არ ქონდა. მაგრამ ჩადის მონღოლებთან, ალაგებს საქართველოს აერთიანებს, აქ ფეოდალები ვინც არის, მათ თავებს აჭრეს. ეგ გზაც არსებობს. და საქართველოსთვის ეხლა ამ მომენტში არის ორი ვარიანტი. არ უნდა ვთქვათ, რომ აგერ ვადომიცის უეჭველი კუშია რუსებს ჩვენთვის ჯარი აღარ ეყოფათ. ან ეგ ვარიანტი გვაქვს. ან მეორე ვარიანტი არის, ეგეთ პრაგმატული პოლიტიკა გავატარო და ეგ გადის შემდეგ რაღაცაზე. რა მე ეგ ჯერ კიდე 2021 წელს მაქვს ნათქვამი, სანამ საერთოდ ომი დაიწყებოდა, რა რომ შენ თუ რუსეთთან საკითხს ეგრე აყენებ, რომ მე ეს ნატო, ევროკავშირი, ასე შემდეგ, აღარ მაინტერესებს. ჩემ ფუნდამენტურ წითელ ხაზებში შემიძლია გითხრა, რომ აი ეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეუბნებოდი 2018-ში ნატოზე და მაინც შემოვიდა. წითელი ხაზები ეგ არის ჩემი და მაგის სანაცვლოდ. ამაზე ხო შემიძლია პასუხის გაცემა მე. ძალიან უცებ. თუ შეიძლება ამიტომ მალე რომ ისე გადის დრო, მისი 3 წუთით მათ შორის ვერასრულებს წითელი ხაზები. ამაზე პასუხი უნდა გავცეთ. შემთხვევით წითელი ხაზები ეგ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მაგის სანაცვლოდ ჩვენ აქ იმ სამხედრო ობიექტებზე მათ შორის, რომელიც მაგათ რეალურად ეგ აინტერესებთ აქ. ისე ეკონომიკურ თემებზე რკინიგზის თემა რაც არის, ასეთ რაც წამოწიეს. შეგვიძლია რომ მაგას დავლაგდეთ და ბაზების ჩაყენებაზე ლაპარაკობა? ბაზები დგას უკვე. არა. იონები კონტროლირება ტერიტორიაზე. ეხა სოხუმში და ცხინვალთან ბაზები რო დგას, მაგის სტატუსებს ვლაგდებით, შეიძლება რაღაცა სხვა ობიექტებზეც დავლაგდეთ, თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მაგის სანაცვლოდ თუ მოხდება უკვე ბომბი უკვე დევს, იმიტომ რომ შენ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში არის ჯარი, რომელსაც ეხა FPV დრონები რო გადასცეს ცხინვალს, ხო, ჩვენ ეხა თავრობა რო გვიზის აქ და რაღაცა სისულელებით რო არის დაკავებული, ეხა რაც მიცეს მაგალითად ცხინვალს, მაგას ვაფშე ჩამხშობი არ შველის. ანუ ოპტიკურ ბოჭკოვანითა და ხვალე აქ ჩვენ პრემიერ მინისტრს რაღაცა გაჯგიმული რო გამოვადა, რაღაც სისულელებს რო ილაპარაკებს საჯარო გამოსვლაზე, თავში რაღაცა FPV დრონი რო არ მოხვდეს, მაგას ვერ ვალაგებ. ბიჭო, ამ კობახიძეს თავში ბუჩქივით რო აქ რო არ მოხვდეს ეგ დრონი, იმიტომ რომ შევიარაღდეთ და ძლიერად იყო და არა ესე ვიცი. შენ ვერ მოახდინე იმის დემონსტრაცია, რომ ვინმე არის, რომელიც ჩვენთან ერთად იომებს და ვინმე არის ვისაც აქვს იმისი გარანტიის მოცემის საშუალება, რომ მასთან ძმაკაცობა ომს არ იწვევს. ამიტომ შენი ლოგიკა კიდე გამოიწვევს ომს და ბოლო 30 წელია შენი ლოგიკით ვაკეთებ. არა, ჯერდონეცე უნდა წავიკითხო. ბოლო 30 წელია შენი ლოგიკით ვაკეთებ. ეგ არის პრობლემა, რომ ცადეთ, ერთხელ ცადეთ ეს შედეგი დადგა, ორჯერ ცადეთ ეს შედეგი და სამჯერ ცადეთ ეგ შედეგი დადგა და მეოთხეთაც ეგ შედეგი დადგება. ეგ არის უბედურება. სხვა კონტექსტია. კარგი.
მოკლედ, ეხლა წავიკითხავ ორ დონაციას, რომელიც შემოვიდა. ერთი მოიწერა ლევან ჩოლოყაშვილმა, მეორე მოიწერა მხოლოდ 100 აწერია რამინი. და ორივეში ნახსენები არის ბატონო ზურა ცოტნი აკობია ნიჭიერი პატრიოტია, თუმცა მცდარ გზას ადგას იქნებ სწორ მხარეს მოაბრუნოთ იგი. გამარჯობა ბატონო ზურა, კარგი დებატები იყო, მთელი ჩატი აჭრალებული იყო, ცოტნი აკობია მოიწვია დებატებში. ძალიან დიდი წარმოდგენა არა მაქვს ვინ არის ცოტნი აკობია. ამ ადამიანებთან ვინც დონაცია გამოაგზავნა და ასევე ბატონ ცოტნი აკობიასთან, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ვინ არის ცოტნი აკობია. გადაცემის შემდეგ მოვიძიებ აუცილებლად პირადად მე გავეცნობიან, რა ვიცი, ლინკი ჩავაგდეთ სადმე ვაიწყოთ ჩვენ ჩატში ვინ არის ცოტნი აკობია, იმიტომ რომ ვიყოთ იმ წარმოდგენა არა მაქვს მართლა არ მიიღოს ამ კონკრეტულ ნეგატიურად არ ვიცი ვინ არის უბრალოდ. მოკლედ, ერთი წუთი გეკნებათ ორივე მხარეს იმისთვის რომ დაასრულოთ და პასუხიც რო გასცეთ იმისთვისაც და თან კითხვა რომელიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ამასაც გასცეთ პასუხი უახლოესი 5 წლიანი ქართული პოლიტიკური სპექტრის მომავალი როგორ გესახებათ თქვენ? პროგნოზი. რაღაც დროს დავინიშნავ საგარეო პროგნოზი. ანუ ეგ მნიშვნელოვანია პროგნოზი თუ ჩვენ რა გვინდა რომ მოხდეს? პროგნოზი რა თქმა უნდა. პროგნოზი, კი ჩვენ რა ბატონო. გვინდა და პოლიტიკური მინდისმი ისედაც ძალიან ბევრია ქართულ პოლიტიკაში. კი ბატონო, პირველ რიგში მე ვამბობ და ვიტყვი ძალიან ბევრჯერ იმას, რომ ქვეყანა რომლის რაღაცა ძალიან ბევრი დანაშაული ჩამოწერილი არსებობს და აგერ მაგ მოტანილოდ ჩამოთვლას აზრი არ აქვს დაწყებული მე-17-18 საუკუნიდან დამთავრებული დღევანდელი დღით იმდენი რაღაცა ჩვენთვის გაკეთებული და ჯერ ყავ გადაგდებული, თუნდაც გეორგიევის ტრაქტატის მერე, თუნდაც საბჭოთა ოკუპაციის დროს, თუნდაც იგივე 21 საუკუნის შევარდნაძე ატარებდა იმ პოლიტიკას, თავდახის პოლიტიკას და დსთ-ში შევიდა, მაგრამ ვერაფერი, თუნდაც რუსეთი მაშინ დაშლილი იყო, ვერაფერი ვერ გამოსტყუა მათ და მაინც ის სტატუს კო დარჩა, რომ ოკუპირებული ჰქონდა რეგიონები. ანუ ეს არ შველის რა რეალურად დაალაგება და ბაზები შემოიყვანა და ბაზები შენაგაგ და დაალაგება არ შველის მაგას შენ რო ბაზები გაქვს საქართველოს ტერიტორიაზე შენ რეალურად იდე ბომბს შენ არაფერს უკეთეს არ აკეთებ უცხო ქვეყნის ბაზა როდესაც გაქვს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შენ აკიდებ ბომბს შენ აკეთებ იმას რომ უქმნი უდიდეს საფრთხეს შენ უსაფრთხოებას თან რომ სხვასთან მოგივიდეს კონფლიქტი ღმერთმა დაიფაროს და ირანმა მოინდომა შენზე დარტყმა რა პირობითად ვამბობ რა შაშორს ხო ის შახაბასობას რო აღნიშნავენ აქ ეგ კატასტროფა მე თქვენ არ მომისმენე მაგას პოზიცია გამიხარდებოდა რომ მომესმინდა პატრიოტული თემას დაუბრუნდეთ არა ოკეი კი ბატონო მით უმეტეს ამ კონტექსტში ხა რაც ხდება სოფლიოში სრული იდიოტიზმი იყო ეგ შეგვიძლია შევთანხმდეთ მაგას კი ბატონო ხო და ნახე როგორ რაღაცა არის სომხეთს დაესხა აზერბაიჯანი თავს ოდეკაბეს წევრი იყო და არაფერი თითი არ გაუნძლებია ბაზა ედგა მის ტერიტორიაზე ერთი რა ნიშნობა რა მნიშვნელობა ძალიან ქონდა უსაფრთხოების ისა გარანტია მიცემული კაი ნუ გადავდივართ დავამთავრებ ქონდა მიცემული გარანტია პაშინიანი იყო და იმიტომ ქონდა მიცემული გარანტია ხელშეკრულება შეგრე ეწერა რა მნიშვნელობა პაშინიანს ხელშეკრულება შეგრე ეწერა მაგაზე ხო შევთანხმდით რომ საერთაშორისო სამართალი მოკვდა ერთი წამი ძალიან ხოდა გასრულოთ ბაზების აქ ყოფნა შენ მხოლოდ გაძლევს საფრთხეს და ვერ გაძლევს საფრთხეების გარანტიას იმიტომ რომ შენ აქ იდე ბომბს შენ რაც არ უნდა დაუთმო მას რაც არ უნდა შეუთანხმდე ის მეორე მესამე ან მე-20 წელს როგორც ტრაქტატის დროს იყო გაგიკეთებს იგივეს რომ შენ ანექსირებას გაკეთებს იმას გააძლიერებს და თან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის წინაპირობად მას აქვს დასახელებული ის რომ კონფედერაცია და აღიარე და არავით ამ ქვეყანაში არ მოხდება ის რომ ეს ქვეყანა და არ დაუშვებთ ამას ჩვენო აფხაზეთის და სამაჩაბლო ჩვენი ხელით ვაღიაროთ ეგ არ მოხდება მას ადავთვალებით 30 წამი იმისთვის რომ თქვენი პროგნოზი ბატონო მომავალი 5 წელი და იმედიც მაგ და მგონია რომ ასე მოხდება ოცნება აღარ იქნება ამ ქვეყანაში, ოცნება აღარ უნდა იყოს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან კარგად დაინახავს საზოგადოება, ჩვენ ვემხრობით თავაწეულ მშვიდობას და არ ვემხრობით ომს და უკრაინის გამეორებას, აქ ჩვენ უნდა მე მგონია რომ ოცნების, ანუ ეს არის რაზეც მე ვამყარებ რეალურად, რაც მგონია რომ მოხდება. გაძლიერდება ჯარი, აქ შემოვა ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, მაინც ოპტიმისტურად, რეალისტურადაც, მაგრამ ოპტიმისტურადაც განწყობილი, რომ აქ უნდა გავიდეს და გავა შუა აზიის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს ასევე ჩვენს უსაფრთხოებას და ეს ყველაფერი დამთავრდება, უკრაინის ომის დამთავრებას გააჩნია. საბოლოო თამაშის ბოლო იქნება ის, რომ ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, ექნება ისეთივე ზრდა ეკონომიკური, როგორიც აქვს ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ძალიან ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას და ექნება მშვიდობაც, იმიტომ რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ომი და მას ვერ ესხმის რუსეთი თავს. ეგ არის ჩემი 5 წლიანი პროგნოზი, ოპტიმისტური პროგნოზია, მაგრამ მე მაინც ასე მგონია რომ მოხდება, იმიტომ რომ რუსეთს დღეს არ აქვს ბევრი რესურსი და ბევრი მონაცემებით არის მილიონამდე, მე მაინც არ გეთანხმები იმას, მილიონამდე დაღუპული ამ ომში. თუნდაც მობილიზაციის პირობებში. კი ბატონო, და პროგნოზი საქართველოს 5 წლიანი პოლიტიკური ყოფა. პირველი,
თუ ჩვენ ეხლა ვაფასებთ რა ხდება, არის ორი ვარიანტი. ან უნდა ისევ აი ამ რაღაცა ბურუსში ვიყოთ, 30 წელი ამ რაღაცა ცნობიერების ნაკადს ვისმენთ, ან უნდა დავიწყოთ პრაგმატული მსჯელობა. პრაგმატული მსჯელობა არა ის, რაც შენ გინდა, არამედ ის, რაც არის. ლოგიკაში მაგალითად აი 4 საბაზისო ფორმალური ლოგიკის კანონია და მე 4 კანონი ამბობს, რომ რაღაცა განცხადებას ვინმე რო აკეთებს, მტკიცების ტვირთი არის მასზე. და მაგალითად ბოლო 30 წელია ჩვენ დეკლარირებულად გვაქვს ევროინტეგრაცია, პროდასალური კურსი, ნატო, ევროკავშირი. 30 ვერ ვიტყოდება. ჩვენ ამ პროცესის შედეგად თან 3 სხვადასხვანაირი ხელისუფლება იყო, რო თქვა, ნუ ხა შენ შეიძლება წინა მოგწონს, ვიღაცას ეხლანდელი, ვიღაცას ვაფშე იმის წინანდელი, ვერც ერთმა ხელისუფლებამ პოზიტიური შედეგი ვერ დადო, მარტო რაც მიიღეთ, ეგ არის ომი. ამიტომ ვიღაცა ეხა რო აკეთებს განცხადებას, რომ აი მეოთხედ მევცდი და უეჭველი კუში ვიცი, მეოთხედ გამოვა, ეგ არის უკიდურესად დიდი ეჭვის მატარებელი, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მე ცალსახად ვამბობ და ვაფიქსირებ, რომ ჩემთვისაც დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება მიუღებელია. ეგ ჩემთვისაც წითელი ხაზებია, მაგრამ შენ თუ ამბობ, რომ ელაპარაკები თუ არ ელაპარაკები მაინც აგრესიაზე, მოდი მე სხვანაირი ხედვა მაქვს. შენ თუ არიქა ნატოში წევრიანდებიო, მაგ შემთხვევაში ომს ვიჩალიჩებ, დიპლომატიით შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ საფრთხეს, ნუ გამოცდილება იმას ამბობს, რომ ნატოში გავწევრიანდეთ, იწვევს ომს. არა მარტო 93 წელს პირსა. ეხლა მოდი ეხლა მე ვიტყვი ჩემ პროგნოზს. ძალიან მოკლედ და ვასრულებ. ძალიან მოკლედ. სანამ როგორც შენ, ისე ზოგადად პროდასალური ფლანგი იქნებით მაგ პარადიგმის ფარგლებში, ოცნება ძალიან ეფექტურად გააგრძელებს იმ პროცესს, რაც ეხა ხდება და ხდება ფაქტიურად, რა ვიცი, აი რაღაც ბელორუსიზაცია საქართველოსი, ანუ ერთპიროვნული მართლობის ყველა ნიშნები იმატებს და მაგის საშუალებას აძლევთ თქვენ, იმიტომ რომ სანამ არჩევანი არის მარტო 2, ან ვადოს უეჭველი კუში ვიცი თემაზე კიდე ერთხელ ვცადოთ, ეგება ეხლა შევასწროთ ნატო ევროკავშირში და მეოთხეჯერ ბომბი მოგხვდეს თავში, ანუ და ოცნების პოლიტიკას გავყვეთ და სანამ მარტო ეგ ორი სანამ მარტო ეგ ორი ვარიანტია, ოცნება იქნება ეს და თუ არ გაჩნდება საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომლის შინაარსიც იქნება საპირისპირო. აი ეგ არის ჩემი პროგნოზი, თუ საქართველოში არ გაჩნდა პოლიტიკური ძალა, რომელიც ოცნებას დაუპირისპირებს არა ამ დღის წესრიგს, მანამდე ოცნება იქნება აქ სულ. კი ბატონო, მადლობა. უსული ბაზები გამოსავალი ვერ იქნება ვერასდროს. ეგ არის ჩემი ნატოში გავწევრიანდეთ არიქა გამოსავალი რო არ არის, ეგ უკვე გაირკვა. დავასრულოთ. თავარია რომ ბადო არის კმაყოფილი იმედია იმით რომ თანაბარი დრო დაგვუთმე და არ დამიჩაგრავს ეთერში. არა, დაჩაგრულად ნამდვილად. კი ბატონო, ანუ თანაბარი დრო დაგითმეთ ორივე მხარეს, შესაბამისად ვერც თქვენი მხარე, ვერც ნეიტრალური და ვერც ჩვენი ხშირი მაყურებელი ვერ იტყვის იმას, რომ ვინმეს ქონდა უპირატესობა ამ ეთერში. ჩვენთვის მთავარი ყოველ შემთხვევაში იყო ეს, დანარჩენი მაყურებელმა უნდა გამოიტანოს დასკვნებით და ანალიზით, რომელი მხარის არგუმენტები იყო მისთვის მეტად დამაჯერებელი. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ იყავით ჩვენი სტუმრები. ჩვენ საუბრობდით, უფრო სწორედ ერთმანეთში საუბრობდნენ და ჩვენ ყველა ვუსმენდით ბადო მაჭავარიანს და ზურო მახარაძეს. მე გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. იმედია მოგეწონათ და საინტერესო ეთერი იყო და მე იმედი მაქვს, რომ კიდე სხვა თემებზეც დებატები საინტერესო იქნება, მათ შორის ამ მასიური მიგრაციის თემაზე, იმიტომ რომ მან რაღაცა დაახლოებული პოზიციები გვაქვს და შეიძლება მე კიდე გავაკეთოთ მაგაზე დებატები. დებატებისთვის მუდმივად დღევანდელს დავანახო რომ ღია. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ ორივე მხარეს, მადლობა მაყურებელს, განსაკუთრებულად საინტერესო კომენტარების ველი იყო, როგორც YouTube-ზე, ისე Facebook-ზე და ამიჯერეთ წაიკითხეთ არინარევთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, იმედია საინტერესო დებატებით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.